მოგესალმებით ჩვენი პოდკასტის პირველი ეპიზოდით. დღეს ჩემი სტუმარი იქნება ლეგენდარული ნეო, როგორ ახარ ჩემო ძმაო? გაიხარებიც კარგად. ძალიან მიხარია შენი მოსვლა, უყურებ შენს ვიდეოებს და არ ვიცი. მეც ასევე. მართლა არ ვიცი. მე ესეთი კონტენტი ჯერ საქართველოში არ შემხვედრია. უცხოეთშიც არ შემხვედრია რა, ანუ თუ ვინმე საერთოდ ესე წარმოაჩენს რა, ანუ ეს ძირითადად პასტორები აკეთებენ ხოლმე, ხო? ან რაღაცა ისეთ, სასულიერო პირები იმ თემატიკების გაჟღერებას, რასაც შენ აჟღერებ, ხო? ეს სხვათა შორის აი ამ ბოლო დროს ხშირია რა, უფრო გახშირდა ინტენსიურია სოციალურ ქსელებში აქტიურობა რა, ქრისტიანულ აპოლოგეტიკაში. ანუ ერის ადამიანებს გულისხმობ, ხო? ერში მყოფ ადამიანებს. კი, ხშირია, სასულიერო პირებისგანაც რა, ყველა ხშირდა უფრო, იმიტომ რომ ხო, ანუ კი, მეც დავაკვირდი, მაგრამ უფრო რას ვიძახი, იცი, ერის წარმომადგენლისგან, ხო, როგორც აი ერში მყოფი ადამიანისგან, რომ აი ესეთ ნაბიჯს დგავ თან საპასუხისგებლოცა, ხო? თავისთავად საპასუხისგებლო, იმიტომ რომ ისეთ თემას ვეხებით, რომ ამ უმაღლეს თემას ვეხებით, ხო? შესაბამისად, გამბედაობა ნიჭი გაქვს ძალიან დიდი, იმიტომ რომ ეს უბრალოდ მგონია რომ არ ხდება ეგეთი რაღაც, რომ აი მე უბრალოდ ეს თემა მომწონს და ამას გავაკეთებ, ვერ გააკეთებ. ამას ნიჭი ჭირდება და შენ გაახვთვის ეს ბოძებული და ძალიან მაგარი არის რა. და მაგრამ იცი რა მაინტერესებს, რამ განაპირობა, რომ აი შენ ეს შენში რა საფუძველი რა იყო, ამის კატალიზატორი, რომ აი მოდი მე ეს კონტენტი უნდა ვაწარმოო. მარტო ის წმენა თუ აი რაღაც მისია ან მიზანი გააქვს რა ამის. ხო, აი როგორი თემა, იცი რომ ეხა რეალურად რისი გვჯერა ქრისტიანებს, რომ ქრისტე არის, გადარჩენის გზა, ხო? ღმერთი, რომელიც განკაცდა და ცოდვებისგან გამოგვიხსნა რა. აი ხა როგორც ქრისტიანს წარმოიდგინე მე თუ მაგის მჯერა, რომ ქრისტე გადარჩენის გზა და თან ქრისტიანობას იყავს გადაგებს, მე როგორ არ უნდა მინდოდეს, რომ სხვა ადამიანსაც გაუზია, რომ აი ეს ინფორმაცია მივაწოდო, რომ იცი რა არსებობს გადარჩენის გზა და აი მე ვიცი და აი უფლისყალობით შენს მინდა რომ გაიგო რა ეს ყველაფერი. ამიტომ ძირითადი მიზანი ეგ არის რომ აი სხვა ადამიანებმაც იცოდნენ ქრისტეს შესახებ რა. კი, ეს ძალიან კაი არჩევანია. უბრალოდ რა ხდება, იცი აი რომ ეხა მე რასაც ვაკვირდები რა დღევანდელ სიტუაციას რა, როგორც ქვეყანაში, ისევე მსოფლიოში, რომ ყველაზე მეტად ეხლა ჭირდება ალბათ რა კაცობრიობას ეგ. რასაც შენ აკეთებ და რაც კაი იქნება თუ ბევრის გააკეთებს, იმიტომ რომ დაკარგა ღმერთი, ხო, კაცობრიობამ რა. რაც არ უნდა იყოს, ყველა ვარიანტში შეგვიძლია იმის თქმა, რომ კაცობრიობა კარგავს ღმერთს, ბოლომდე თუ არა აქ დაკარგული, კარგავს. და გადაგვარებასაა მიცემული, რავი, მთელი დედამიწა, ხო? უყურებ ყოველ შემთხვევაში ყოველდღიურად ამას, ხო, ტელევიზორს ჩართავ, ინტერნეტს. აი, შენ ეზდით რატომ ხდება ეს, რატო რა არის ამის გამომწვევი მიზეზი რა, რაღაცა კი ვიცით, მაგრამ მაინც მინდა რომ შენგან მოვისმინო ეს რა, რომ აი უჩანს ის პირი, რაც წერია იქ აპოკალიფსის პირი უჩანს დღევანდელ იტყვის, ნეო რომ აი უჩანს რა. აი როგორი თემა, იცი რომ აი სიტყვაზე რა ავიღოთ სახარება რა. იესო, როდესაც აფრთხილებს თავის მოწაფეებს რა, მოსალმდნელ განსასწელზე მათ ცხოვრებაში, ეს არის რომ ქრისტე ამბობს რომ თუ მე გამომყვები შენს გაგდევნიან შეურაცხყოფენ და იქნება დევნა შენს მიმართ და ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ბატონს რაც უქრეს მონა არ არის ბატონზე უმეტესი რა და აი როდესაც ქრისტე ამბობს ესეთ რამეს რომ აი როდესაც ნეტარნი ხარ თქვენ როცა აი წუთისოფელი შეგიძულებ ჩემგან მე ხსნის ამ ყველაფერს რა რატო გვიძულებს წუთისოფელი ესო რას გულისხმობ მე გვიხსნის ამას რომ წუთისოფელს იმიტომ სულხართ რომ მე გამოგარჩიეთ არ ხარ წუთისოფლის რა წუთისოფლის რო იყო წუთისოფლის ეყარებოდა თავისიანი მაგრამ რადგან არ ხართ ამიტომ სულხართ რა და აი ეგ არის რომ ქვეყნიერების რა ზოგადად მთელ სოფლიოს გულისხმობ საქმეები არის ბოროტი რა ღმერთის უზენაეს მორალურ კანონზომიერებას ეწინააღმდეგება შესაბამისად თვითონ წინააღმდეგობა იდეაში რო იყოს რა ქრისტეს მიმართ საერთოდ არ არის გასაკვირი თან იდეაში აი ხა წინააღმდეგობაში რას გულისხმობთ რა აი წარმოიდგინე აი ეს სიტყვები რა აი მოდი აი დავფიქრდით რომ აი ეს სიტყვები ხო შეეძლო რომ აი სიტყვაზე აი რაც თქვა რა აი ქრისტემ რაც იქადაგა აი ვინმესთვის აი სხვისთვის მიეცა ეგ სიტყვა ხმერს აი სიტყვაზე იონე ნათლისმცემელს მიეცა და იონე იტყოდა მაგრამ კან აი მორალებშია განა წინააღმდეგობა რა აი ათწნებაზე დგას ყველაფერი ხო ისედაც მორალებში არ არის წინააღმდეგობა არის აი ქრისტემ რაც გააკეთა მაგაში რომ ღმერთი რომელიც ადამიანური ბუნებით მოვიდა ჩვენს გამო მოკვდა აი ეს არის ეს წინააღმდეგობა ბევრი არის სამწუხაროდ დღევანდელ დროში არის ეგ რომ აი ვიღაც წაიკითხავს სახარებას რა და ფიქრობს რომ ვიცი რა აი რაღაცა ძალიან კაი მორალი დევს რა სახარებაში მაგრამ რაღაცა აი არა რა არ მჭირდა რაღაცა
ანუ ძალიან გასაზრებელია რომ ქრისტე არ იყო ანუ უბრალოდ კარგი მორალური მასწავლებელი ანუ კაცი ამბობდა რომ ღმერთია რა ანუ პრეტენზიას აცხადებდა იდეაში მაგ ღვთაებრივ ავტორიტეტზე რა და აი ჩემი აზრით გულწრფელი მიდგომა არის აუცილებლად რა ისახარებასთან საჭირო რა კი თავისთავად გეთანხმები რა თან ანუ ისი რა არის რომ ესეც ხშირად მსმენია რომ აი სახარება ესმის ყოველს თავისებურად ხო ხსმენია ესეთი რამე რომ აი ყოველ ადამიანს ვინც აიკითხავს თავისებურად ესმის ხო არის რომ აი მე აი სიტყვაზე ამოვიღოთ ხო რაღაცა თავი სიტყვაზე და აი ამ თავში რომელიღაც ნაწილში მე სხვანაირ ინტერპრეტაციას გავუკეთებ შენ სხვანაირს ხო რაღაცა ობიექტურობისკენ რას მივყავართ შენი აზრით? აი ობიექტურობისკენ რას ვიძახი, რომ აი სუბიექტური ინტერპრეტაციები არ მივცეთ ამას რა და ის რაც მართლა ქრისტემ ჩადო, რაც და უტყუარია მეც მაგაზე ვარ რომ ეს არის ნამდვილი ჭეშმარიტება, უბრალოდ ობიექტურად აღქმადი რო იყოს ყველასთვის და არა ინტერპრეტირებული და მე ეს არასწორად თუნდაც გავრცობილი, რაც ძალიან ხშირად ხდება, ხო? არასწორად გავრცობილი ქრისტეს სიტყვა ან სიტყვაზე რელიგია ან რო იტყვენ დამახინჯება, ხო? იმის აი სხვათა შორის ხა არის ხოლმე რომ აი განმარტებებში ხანდახან ხა წმინდა მამებიც იდეალურ თანხმედრაში არ არიან რა ზოგს რაღაცა ყოველთავის წარმოდგენა აქვს, მაგრამ რაც შეეხება აი ტექსტთან აი გაგებით რა როგორ გავიგოთ რაღაცეები ისე როგორც უნდა გავიგოთ არის ჩემი აზრით გულწრფელი მიდგომა იდეაში ტექსტთან რა მაგალითად ეხა ქრისტე თუ ამბობდა აი მიუდგეთ ამ ყველაფერს როგორც ისტორიულ ევიდენს რეალურად რაც არის რა მე ბიბლია ანუ სახარებები სპეციფიურად მაგ წაკითხული როგორც ისტორიული ევიდენსი და არა როგორც ღმერთის სიტყვა ანუ მაშინ ათეისტი ვიყავი პირველად რომ წავიკითხე რა შესაბამისად ანუ თუ ამბობს რაღაც აი 4 პიროვნება ავიღოთ რა ეხლა აი მათე მარკოზი ლუკა იონე რა აი 4 პიროვნება აი რაღაცას თუ ამბობს როგორც თვითმხილველი რომ ესე და ესე მოხდა და მე იქ აღწერილი აი პიროვნება ამას და ამას ამბობს ანუ გულწრფელები უნდა ვიყოთ ტექსტთან რა ანუ შესაძლებელია სიტყვაზე რომ აი სიტყვაზე მოციქულები იტყუებოდნენ აი როცა მსჯელობ მაგ შემთხვევაში ან ცდებოდნენ ან სიმართლეს ამბობდნენ სამი ვარიანტი ხო სხვა ვარიანტი არ არსებობს აი უნდა მიუდგეთ გულწრფელად რა აი გულწრფელად რაც წერია აი ტექსტთან მუშაობა არის ძალიან აუცილებელი რა და სხვათა შორის მე მინდა იმ სახარებას რაც შეეხება რა სამწუხაროდ დღევანდელ დროში არის კიდე გავრცელებული ესეთი წარმოდგენა რწმენაზე რა ზოგადად რომ წმენა გონიათ რომ გჯეროდეს რაღაცის ბრმად მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ რა და ნუ ეს არ არის წმენის დეფინიცია რა თქმა უნდა ხა ვინც იცის ანუ ეგ არის წმენა არის ნდობა რაღაცის საფუძველზე რა მე მინდა რომ აი ბოლოს აი აღნიშნო ანუ ეგ შევაჯამოთ რომ აი რეალურად ჩვენი წმენა არ დგას რაღაცა ბრმად წმენაზე არამედ რაღაცა გვაქვს სანდო ევიდენსი რა თავისთავად აი კიდევ მსმენია რომ აი რო ხა ხალხში მიწევს კომუნიკაცია ხო ამ თემაზე როცა ჩამოწვება საუბარი ხო ნუ ყველა არ არის ხო რა თქმა უნდა მორწმუნე და მესმის ესეთი ისინიც რომ man-made რა ხო გაგიგია აი თითქოს ბიბლია არის ადამიანის დაწერილი რა და ადამიანის მოგონილი რა რო იტყვიან რა ნუ ეხა რა თქმა უნდა ამის საპირისპირო აზრზე უბრალოდ მე გესაუბრები ეხა რაღაც გარკვეული მასის სახით რა რომელიც ესეთ კითხვებს სვავს რა და პრინციპში მეც მაქვს პასუხი მაგაზე ჩემეული, მაგრამ მინდა რომ შენის მოვისმინო ამ თემაზე რას ფიქრობ, რომ აი man made რა, აი ხო ხვდები რომ ეს გააკეთა ადამიანმა მოიგონა რაღაცა შენი კონტროლი. ნუ მეც ვიტყვი რომ ძალიან თუნდაც რომც ეგრე ყოფილიყო ძალიან მაგარი რამეა, ხო, მაგრამ ადამიანი მაგას რო ვერ იზავდა ორი აზრი არაა, ხო? კი ბატონო, აი მაშინ მოდი ვქნათ აი ეგრე რა, ანუ კი ბატონო, ეგ კითხვა შეიძლება ბევრს გაუჩნდეს და ნუ დარწმუნებული ვარ რომ შენს გეკითხებიან, ხო? სხვათა შორის აი მაგას რო ფიქრობს ადამიანი, თulis რომ აი ძალიან ჭკვიანი, აი მიხედავ აი რაღაცას, ახლა ამ წიგნით რაღაცას მიჩალიჩებს ვიღაც და აი უცებ მიხვდა რომ რაღაც. მოდი მაშინ მოდი ვქნათ ესეთი რაღაც რა. აი ცოტა აი ოდნავ ჩავეძიოთ ახლა ჩვენ ამ საკითხს რა. ავიღოთ ბიბლია, ოღონდ ბიბლია ხო არ არის ერთი წიგნი, ეს არის იდეაში ძველი 39, ახალი 27 წიგნი, ბევრი წიგნია 66 წიგნი. ამიტომ ეს არ არის ერთი კაცი დაწერილი, სხვადასხვა აი 40 პიროვნება წერდა ამ სხვადასხვა 1500 წლის მანძილზე ხო თან? ხო, დიდი ხნის მანძილზე მოკლედ და ანუ ეხა ეს ეხა ორი თემა ნახე რა. სხვათა შორის მეცნიერება არსებობს ცალკე რა, მეცნიერებას ქვია აი New Testament-ს, ანუ ახალი აღთქმის კვლევარები რა. ცალკე მეცნიერება აქვს რა. ამ ახალი აღთქმის კვლევარებში ანუ ვინც ისტორიული იესოს იკვლევენ შედიან, ძალიან ბევრი სხვადასხვა მსოფლმხედველობის ადამიანები, ანუ ესენი არიან სიტყვაზე ბუდისტები, აგნოსტიკები, ათეისტები, მუსლიმები, ნუ ქრისტიანები. ასე ვთქვათ, ანუ არის მე ჩემდა გასაკვირად, ანუ აი ყოველთვის მეგობრობა მკვდრეთით აღდგომა იყო რაღაცა ისეთი, რაც აი რაღაცა სასწაული რწმენით უნდა დაიჯერო, მაგრამ ჩემდა გასაკვირად
არის რაღაცა კონკრეტული 4 ისტორიული ფაქტი არსებობს იესო ნაზარეულთან დაკავშირებით, რაზეც ათეისტები და აგნოსტიკებიც კი თანხმდებიან რა. მე მაქვს აი კვლევარების ძალიან დიდ ასპექტზე რა საუბარი. ეს 4 ფაქტი რაში მდგომარეობს რა? და ბოდიში კი ჩავეზიბე. ამ 40 ავტორის სიტყვაზე ხო 1500 წლის მანძილზე რა, რაც დაწერილა შექმნილა ხო? ანუ არ ყოფილა message box-ის შეცვლა. მესიჯი იგივეა. აი ეგეც ხო სასწაულია, რომ მესიჯი იგივეა რა, ამდენი წლის მანძილზე. აი ეგ არის სასწაული, აი მაგალითად, ანუ ადამიანი თუ დაიჯერებს, რომ ის ისტორიულად ბიბლია არის ვალიდური დოკუმენტები, ანუ ეხლა ჩვენ როგორც ვამბობთ, რომ აი ეს ამ დროს დაიწერა, ეს სხვა დროს დაიწერა. შეუძლებელია რომ თქვა რომ ღმერთის სიტყვა არ არის, მაგრამ ეხლა მე მივდივარ, რომ აი სიტყვაზე ადამიანს არ ჯერა, რომ ბიბლია ღმერთის სიტყვა, აი ძალიან სკეპტიკოსებისთვის საუბრობ რა. აი ეს 4 ფაქტი არ მდგომარეობს შემდეგში რომ იესო ნაზარელი არსებობდა და ჯვარს აცვეს რა. აი ხა ეს რატო არის ფაქტი. მე ეს სიტყვაზე აი მე და შენ ხა სიტყვაზე რო ვიყოთ რა არა ქრისტიანები რა. მე და შენ თუ იესო ნაზარეულის არსებობაში შევიტანთ პირველ საუკუნეში ვინც არსებობდა ყველას არსებობა ეჭქვეშ უნდა დავაყენოთ და რატო? ყველაზე მეტი ისტორიული დოკუმენტი არის იესო ნაზარეულზე რა. მაგალითად იმპერატორი რო ვიყოთ იმ პერიოდის ეს ტიბერიუსი არის 15 ისტორიული ჩანაწერი. იესოზე 40 წარმოიდგინე აი რამდენად მნიშვნელოვანი პიროვნება უნდა ყოფილიყო. ასევე ჯვარც მას არის ანუ აი ზოგადად ანუ ატესტაციულად ანუ სხვადასხვა წყაროებში დადასტურებული ფაქტი. მეორე ფაქტი არის ის რომ იგი დამარხა იოსებ არამათიელმა რა. არამათიელის დამარხვის ამბავიც არის ფაქტი, რომელიც ბიბლიის გარედაც მოწმდება მაგალითად ფლავიუსის ჩანაწერებში რა. მესამე ფაქტი არის ის, რომ საფლავი იპოვეს არიელი. ამაზე თანხმდებიან ათეისტები და აგნოსტიკები, რატო არის ეს ფაქტი. საფლავი რო არიელი არ ყოფილიყო რა, შეუძლებელი იქნებოდა ქრისტიანობის, ანუ რეალურად ქრისტიანობა რა იყო მაშინ რა, ანუ ადრეული ქრისტიანობა იყო, ანუ მკვდარი პიროვნების აღდგომის რწმენაზე დაფუძნებული თავიდან ბოლომდე ხო, ეგ არის ქრისტიანობა რა. და შეუძლებელი იქნებოდა გავრცელება, იმიტომ რომ ზოგადად საფლავის ადგილსამყოფელი იყო ცნობილი უამრავი ადამიანისთვის რა, როგორც იუდეველებისთვის, ისე ადრეული ქრისტიანებისთვის. სიტყვაზე რადგან მოწაფეები რადგან ამბობდნენ რომ მოკვდა და აღდგა საფლავი თუც არიელი არ იქნებოდა იუდეველები ეტყოდნენ თქვენ ბიჭო ხო არ გაგიჟდეთ ვინ აღდგა აღარ არის ხედარი რა და მეოთხე ფაქტი არის რომ იმ დონეზე შეეროდათ კონკრეტულ პიროვნებებს რომ ეს პიროვნება მართლა აღდგა მკვდრით რომ ამის გამო თავს წირავდნენ ეს იყო სხვათა შორის რამაც განსაცდელში ჩამოყდა რა და ნუ ჩემი რწმენის წარმოშობა სხვათა შორის შეუძლებელი ხა ბიბლია წაიკითხო ადამიანს და არ დაგიბადოს ეგეთი გზნობა რომ თითქოს მომავალს კითხულობს რა აი როდისაა ხო დაწერილი ხო სიტყვაზე და მაგაზე ათეისტების თანხმდებიან ხო ძალიან დიდი ხნის წინიდან მოდის ხო და ეხლა წარმოიდგინე რომ ამას კითხულობ და აი არ გიჩნდება ეგეთი გზნობა ზოგჯერ რომ თითქოს წინასწარ ანუ ხვდება აი წიგნი თვითონ გეუნება მოსალოდნელს მომავალს და ეხა რაღაცები რაც მიმდინარეობს ფაქტიურად იქ უკვე ნახსენებია ხო ხვდები რა აი არ გაუცებს ეგ ფაქტი იმიტომ რომ არ ვიცი მე მგონია რომ არ ვიცი მე ამას გზნობ რავი რომ უკითხულობ ან ვეცნობი რაღაცებს აი თითქოს აი რაღაც futuristic რა რომ იტყვიან აი დეუს რა რაღაც მომავლის სუმომავლის და ამ დროს სულ აქტუალურია. წარმოიდგინე როდიდან დღემდე რო აქტუალურია რა. ანუ რეალურად ჩვენი ფუნდამენტური ემოციები და ეს ყველაფერი ხო მაშინაც იგივე დრამები გქონდა და მაშინაც იგივე სიხარულები გქონდა ხო? და რაც ეხა გვაქვს ხო? ანუ ადამიანი ხო არის იცვლება, მაგრამ ეს ხო არის ცვლება ფუნდამენტი ხო? აი ნამდვილად რა. ეხა შენ რაც ახსენე იქ რო ავიღოთ სიტყვაზე მარტო იმ ჭრილში რომ აი წარმოიდგინე თვითონ ანუ წიგნიდან გარეთ რო არ გავიდეთ, მან გავიღოთ რა. აი ისეთი რაღაცები ხდება აი ძველიდან აი cross reference-ები რაც არის ძველში აი გაგაგიჟებს მართლა ადამიანს აი მართლა რა ყველა ვარიანტში აი შანსი არ არის რომ არ ირწმუნო აი გულსფელ თუ ირწმუნებაში იტირო კიდეს. ხო აი მართლა რა და მაგრამ მაგის გარდა წიგნის გარეთაც რო გავიდეთ აი იმდენჯერ წავუკითხი ვარ რა ღმერთის სიტყვას აქეთ რა იმდენჯერ საკუთარი თავი მინახავს რა აი მართლა იბრძოლები შინაგანი აი სიტყვაზე აი პეტრეს მიერ აი მოდი ავიღოთ სიტყვაზე აი პეტრეს მიერ ქრისტეს უარყოფის ამბავი ხო აი პეტრემ სამჯერ უარყო იესო და ნუ ეგ გამოიწვია იმანო პეტრე ესე თავის თავს რომ მე არ უარყოფ და მე და ანუ ესო თავის მესაყენებდა ზუსტად მახსენებ ეხა აი ეგეთი ფაქტი მქონდა რა აი რაღაც გარკვეული მძიმე პერიოდში ცხოვრების პერიოდში ხო მომიწია წაკითხვა ალბათ შენს გექნება წაკითხული რა ესეთი ჰომილიები თუ გაგიგია იოანე ოქროპირის რა
ტომეულია რა და ერთ-ერთ ტომს კითხულობდი რა, არ ვიცი ხა. შენ დაიჯერებ და გამიგებ, ვიცი ძალიან მარტივად, მაგრამ ხალხი არ ვიცი, ვინ როგორ მიიღებს რა. ამას რო კითხულობდი, აი რაღაცები საგიხსნი, რომელიც რაღაც ძალიან მისტიურია რა, ანუ კარგი გაგებით ხო ხდები ხა ეს სიტყვა შეიძლება ცოტა ისე ჟღერს, მაგრამ კითხულობდი და აი წარმოიდგინე 20-30 წუთის, 40 წუთის მანძილზე რო რაღაც ნეტარი ცრემლებით იწყებ ტირილს. სასწაული არ არის? აი ეცა. ანუ ცხოვრებაში ძალიან ბევრი ემოცია შემიგზნია ხო ეხა ადამიანები ვარ ჩემს მეს და ყველას და ძალიან ბევრი რამის გამოგვივლია და რავი შეიძლება თქვა რომ უამრავი სიამოვნების წყარო არსებობს, მაგრამ ეს არ ვიცი ვერ აღწე რა, აი ვიჯექი უბრალოდ ტიროდი, ჩემთან სახლში ვიყავი. ნუ რთული პერიოდი იყო გარკვეული ცხოვრების რა, ერთი 4-5 წლის წინ იყო, მგონი მაგას თუ სწორად მახსოვს რა. და არ ვიცი კონკრეტულად რაზე იყო საუბარი, ანუ იცი რაზე იყო დაახლოებით აი ღვთის ჯილდოზე რა. აი სიტყვაზე განსაცდელები ხო ეს ყველაფერი რაღაც აი ღვთის ჯილდოზე, ანუ უბრალოდ წარმოიდგინე, უბრალოდ მაგაზე რო დაფიქრდე, რომ რამხელა ჯილდო შეუძლია ღმერთს შენთვის თუ რაღაცებს მისთვის დაითმენ, როგორც ეს თუ ხო ის კი არა ულტიმატუმი გინდა თუ არა, ხო? შენინები. შენთვისვე, ხო? და აი რაღაც აი მსგავს იმაზე ვიყავი რა, აი მსგავს თეორიაზე და აი ეს წარმოიდგინე რამდენი შეუძლია შენთვის გააკეთოს ღმერთს. აი რაც კარგი გაუკეთებია და ის კიდე რაც არ გაუკეთებია რა. მიუხედავად იმისა რომ არ იმსახურებ. აი და ძალიან ცრემლებში ვიყავი მოკლედ. თუმცა ეს უნდა წაიკითხო. ეხლა ჩემი მოყოლილით ვერ აგატირებს ადამიანი და არც არ აი ეგ არის რომ აი იდეაში არ იმსახურებ რა თქმა უნდა, ზუსტად ეგ არის რომ ანუ ერთადერთი რა არსება ვისაც მართლა აი უკონდიციოდ უყარხარ ესე უსასრულო წინაპირობის გარეშე არის ღმერთი და იქნება სულ ეგრე. სულ ეგრე იქნება. ეხლა ბევრ სახე კითხვა რომ ეხლა სიტყვაზე ღმერთს მე თუ უყარ ვარ უკონდიციო და მაშინ რატო შექმნა ჯოჯოხეთი და შენი ვიდეო ნანახი მაგ კაი პასუხი იყო ისე კაი მაშინ რასაც მინდა იმას ვისაუბრებ რა როგორც მინდა ისე ვიცხოვრებ რა და მე ნუ 60-ში მიმიყოს მაგრამ ანუ თემა როგორია ამ ადამიანებს 60 არ ესმით რეალურად რა არის რა 60 არის ღმერთთან ერთად უსასრულობა და როგორი თემა იცი ახლა შენ თუ ღმერთი არ გინდა ანუ ღმერთის დომა მაგას ნიშნავს რომ ღმერთი თავისით არ მოვა რა შენ თუ გინდა თუ არა წამიყვან არ დაგაძალებს არ გამყოფებს ზალით იქ სადაც ყოფნა არ გინდა ღმერთს უყარხარ ღმერთი არ არის მოძალადე რომ აი ზალით გამყოფოს 60-ში თავისუფალ ნებას თუ არ დაგიტოვებს რობოტი ხარ რა და წარმოიდგინე როცა შენ წარმოიდგინე ღმერთი ახარ გინდა ეხა აი არ გინდა რა არ ცხოვრობს ეხა ღმერთი მინდა ესე სიტყვიერი ხო არ არის ღმერთის დომა არის გულიდან მოდის გულის სისავსიდან მეტყოლებს და გულის სისავსიდან ხდება ხმენდება თან ხო არის ყოველი ურეკავ გულზე აი ეგ თემაა ხო დაახლოებით რომ შენ გაუღებ ხო მე მგონი ეგრეა თუ გაუღე ეგ არის არ გაუღებ ჯოჯოხეთ შენით ირჩევ ხო ეგრე გამოდის მარტივად რომ ვთქვათ რა ხო რა არ გინდა და ირჩევ კი ეგრე გამოდის და თან ეხა სახარებას თუ დავაკვირდებით იდეაში რა ეხა ქრისტე ანუ შექმნა დროსიუსე და მატერია განკაცდა რა კონკრეტულ მომენტში მაგრამ იესოს ადამიანური ბუნება იყო სრული რა ანუ მას არ ხონდა ეს არ იყო ნახევრად ადამიანი ნახევრად ღმერთი არა სრულად ღმერთი სრულად ადამიანი და იესო ტირის სხვათა შორის აი იერუსალიმში შესვლის დროს იქ ტირის იმ ადამიანების გამო ვის გადასარჩენადაც მოვიდა ყასო მაგრამ ესენი არ იღებდნენ რა ანუ ტირის მანდ გავა და გლოვობს უყვარს ისინი აი რა ვქნა მეტი აი ყველაფერს ვაკეთებ თქვენთვის რა და სერემლები მოზისის სერაფიმ სარულსა აქ ეგეთი რაღაც ნათქვამი როგორც მახსოვს ერთ-ერთ წიგში ვკითხულობდი რა რომ რაღაცა სასწაულის მომსწრე გახდა მოკლედ მრევლი რა ტაძარში იყო სერაფიმ სარაველი რა და ეხლა ძალიან ძველი ხო არ არის წმინდანი ხო რამოდენიმე ასწლეული წლის წინ ცხოვრობდა ხო და წერს ესეთ რაღაცას ნუ ავტორი წიგნის რომ 60-ს როგორ აღწერს რა ანუ რაღაც სასწაულს შეესწრო მრევლი ეს დაბძანდა წმინდანი სერაფიმ სარაველი და ამბობს რომ ისეთი რამეაო იქო რა ის ზუსტად შეიძლება ვერ ციტირებდე მაგრამ იდეას მიხვდები ისეთი რამე გელოდებათო იქო რომ აი მთელი ცხოვრება მატლები რო გჭამდნენ ამას დათანხმდებოდითო რა წარმოიდგინე იქ ისეთი რამე გელოდებაო 60-ში თან ღიმილით და ნეტარებით ამბობდა რა იმ სასწაულის მერე რა რაღაც გამოეცხადა ღვთისმშობელი თუ რაღაც და ამას წერს ხალხი რა ხო და პატარა წიგნია ძალიან რა მაგრამ აი ძალიან იცი როგორ თბილად ასახავს რომ აი დათანხმდებოდითო მატლებმა რომ დაგჭამონო აი ეს ოთახი აივსოსო სუო და მთელი შენი დარჩენილი ცხოვრება გჭამონო თუ იცოდ გეცოდინებოდა იქ რა გელოდებაო ან სასწაული არ არის ხო რას გული ანუ ესე იგი შენ ენითაც ვერ აღწერ იქ რა შეიძლება დაიმსახურო და
უნდა დაიმსახურო, ხო რა, გელოდებოდეს, მაგრამ დაიმსახურო, ხო? ძალიან მაგარია, ძალიან. ეხლა თან სასუფეველის კარი ვიწროა, ხო, ვიწროა და ცოტა მიდის მაგზით მართლა ეგრეა და აი ხა სიტყვაზე აი მაგაზე აი რო ავიღოთ ადრეული ქრისტიანები, ხო, ანუ ესენი აი ტანჯვა წამები, აი ბუნებრივი სიკვდილით ვინ მოკვდა, ხო, ანუ ყველა საშინლად მოკვდა, მაგალითად პეტრე ამოტრიალებული გააკრეს ჯვარზე, წმინდა გიორგი, თომას ზოგი ამბობს რომ ტყავი გააძეს, ზოგი ამბობს სარსაცვეს, ან სიტყვაზე რა ვიცი, აი ადრეული, ან იაკობი გადმა, ანუ ხო, აი 100,000 მოწამე, ანუ ეს უკვე გვიან, მაგრამ მოგვიანებით, მაგრამ ნუ აი ადრეული ქრისტიანები განსაკუთრებულად ანუ იდევნებოდნენ და მზად იყვნენ ამ სიკვდილზე რა, ანუ თავს წირავდნენ თან საშინელ სიკვდილზე, ხო, ანუ ეს წამებით მოკლაზე. ან მოდი ავიღოთ ერთი პიროვნება მინდა რომ ვახსენო რა, თან პატარა იყო, არ იყო დიდი ახალგაზრდა იყო. ეს არის სტეფანე რა, საქმენის წიგნში არის ბიბლიიდან. სხვათა შორის სტეფანე უხსნის ნუ იუდეველებს რომ ანუ მათ აქვთ არასწორი წარმოდგენა იმ მომენტში რა, ანუ ღმერთს აცნობს ასე ვთქვათ რა, ანუ განკაცებულ ღმერთს გადაღებს და ანუ სტეფანე როდესაც უხსნის, ანუ განერისხდნენ ესენი, ხო იცი, აი ადამიანი რო გამხილებს რაღაცა შენს არასწორ იმაში, მიდგომაში და ქმედებაში, უცებ ბრაზდების ყველას ყოხეს იბოროტ, მაგრამ მათ იმ ხელას იბოროტე ქონდათ, რომ ანუ გაათრიეს და ნუ ჩაქოლეს რა, ჩაქოლო არის ნუ საშინელი სიკვდილი იყო, ისტორიკოსები ესე აღწერენ და ნუ ეს ჩაქოლვის დროს ნუ მუხლებზე დგას ეს სტეფანი და ამბობს ესეთ სიტყვებს, რომ უფალო ნუ მიუთვლი ამათ ცოდვას რა ამას რა. აი წარმოიდგინე იმ ადამიანს შემწყნარებლობა, ხო? იმ ადამიანებისთვის ლოცულობს, ვინც აი ჩაქოლს. მას ვნებს. რაც დღეს ეს აქ იესოს გაკეთებული რეალობა. მე თქვა რაც დღეს არის იშვიათები თვით ქრისტიანებშიც რა, აი მაგას მინდოდა ხაზი გამესვა, რომ ანუ მე კი არავის გამსჭი, მაგრამ მოდი რეალობა რაც არის ობიექტურად ისიც განვიხილოთ, ხო, რომ ადამიანებს კი თითქოს ცხოვრობენ რაღაც ქრისტიანულად, მაგრამ აი შემწყნარებლობა, სიყვარულმა იკლო რა. ანუ რო გახვიდე ქალაქშიც და არა მარტო ქალაქში, იგზნობა რომ სიყვარული აკლია, არა და სიყვარულია მთლიანად ეს ღმერთი და ჭეშმარიტება და რელიგია, ხო და ჩვენი წამსი. ხო, სიყვარულია, სიყვარულიდან მოდის მე ყველაფერი, ხო, ის სათნოებაც, ასოებაც და რაც ვიცით რა, დადებითაც ასოცირდება, ხო? კი, თან ანუ იდეაში ღმერთი, ანუ კი და დეფინიციურად ეგრეა რა ბიბლიურად, რომ ღმერთი სიყვარულია პირდაპირ გვეწერია. მარკოსში არ წერია? ყოველი საქმე წერილში, როგორ მარკოსში? მარკოსში არ ეწერა ის ყველაფერს ასაც გააკეთებთ, აკეთეთ სიყვარულით, ხო მგონი? თუ არ ვცდები. სიყვარულით კი ბატონო, მაგრამ აი თვითონ ღმერთი რა, ანუ თვითონ ბუნება, ანუ მისი სიყვარულია რა, ანუ თვითონ ბუნებითაც სიყვარულია რა. და ანუ ეგ სიყვარული კი, ანუ როგორი თემა იცი რომ აი გვაქვს ადამიანებს ერთმანეთის მიმართ, ანუ სიყვარულის ნაკლებობა ნამდვილად რა და ეს გამომდინარეობს, აი ძალიან ბევრი მიზეზი აქვს ამას, ნუ რა თქმა უნდა, ბოროტის თანამოქმედება, მაგრამ აი ეს არის რომ პატიება გვიჭირს რა ერთმანეთის რაღაცების რა, აი რაღაცა პატარა მე შენ რო გაწყენინო, ან შენ მე რო მაწყენინო, აი ძალიან მიჭირს რომ შენ გაპატიო სიტყვაზე არა და მე ჩემთვის თუ აუფიქრდები, მეც მეშლება იდეაში. ხო, აი ძალიან ხშირია რა, აი ადამიანების კომუნიკაციაში რა. და აი მე იცი რას ვფიქრობ? მაგის დასაბამი რა, ამპარტავნება ხო არ არის რა, რო ვერ ვპატიობ, ან მიჭირს პატი. ნახე, აი შეიძლება ძალიან კარგი ქრისტიანი ვარ რა სიტყვაზე რა, როგორც იტყვიან რა, მაგრამ მაგალითად ხო? მაგრამ ვერ ვპატიობ. ან პატიობ ოღონდ ძალით, აი სიყვარულით ვერ ვპატიობ რა. იდეაში თუ ვერ პატიობ, აი ღვთისმადლი არ არის რა. ანუ მაგალითი მომყავს, ხო? ანუ შენში არ არის მაგ დროს ღვთისმადლი. მნიშვნელოვანი საკითხია და ვიტყვი რატო რა, სიტყვაზე შეიძლება ინტელექტუალურად ძალიან დიდი ცოდნა გქონდეს რა, მაგრამ მორწმუნე არ იყო. ანუ შეიძლება იცოდე რომ ღმერთი არსებობს და ანუ იცოდე რომ ქრისტე მორწმუნეც აღდგა, მაგრამ არ წამწყვენა კიდე არის ცოტა უფრო მაღალი ლეველის ამბავი რა, ის დობა და ის და პატიებას რაც შეიძლება რატო ამბობ რომ ღვთისმადლი არ არის იმაში ვინც არ პატიობს, ხო? პატიება ვისაც უჭირს, კი ყველას გვიჭირს. ანუ რო არ უჭირდეს არ არსებობს, მაგრამ ვინც არ პატიობს და ვიტყვი რატო რა. ქრისტე ყვება ესეთ იგავს რა, სახარებაში რომ ნუ მოდი ლარებში გადმოვიტანოთ ეხლა რომ ანუ ყველა მიხვდეს და ახლა რაზე ვსაუბრობთ რა. ანუ მონას ქონდა ბატონის ვალი, ანუ დიდი თანხა, ნუ 100,000 ლარი რა, 100,000 ლარი და ნუ შეიპყრო ბატონმა ეს მონა და ნუ ბრძანა რომ ნუ დაესაჯათ და გაიყიდათ მისი ქონება. მონამ თხოვა რომ აი ბატონო გეხვეწებიო რომ მომიტევო ჩემი ვალი და აი მაცადეო ცოტა ხანი და ცოტა ხანში დაგიბრუნებო რა. ნუ ბატონმა რადგან იცოდა რომ მაინც ვერ დაუბრუნებდა რა, არ ქონდა მას დასაბრუნებელი, მიუტევა თავიდან ბოლომდე 100,000 ლარი და გამოუშვა რა. გამოუშვა მონა. მონას ხვდება თავისნაირი მონა და 5 ლარი აქვს იმას ვალი რა და ეცა რა. და ის გეხვეწებიო იქ თხოვა ცოტა დრო მომეციო, არაო ცემა საპყრობილეში ჩააგდებინა და ნუ მოკლედ არ დაიმდო რა.
მე უთხრეს მიუტანეს ბატონს აი გამბავი ენა მიუტანეს და ბატონმა მე დასაჭა იქ მონა რა ეხლა როგორი თემა ბატონი მე მაგას ეუბნება ძიმე სიტყვები იდეაში რომ აი ამდენი გაპატიე და არ გემართა რომ გეპატიებინა რაღაცა და ეგ არის რომ იდეაში ქრისტიანი როცა ხარ რა არის ქრისტიანებს ახასიათებს ძალიან და შენ სამეთახმები შენ თავს ეგ ექნება გამოსული ქრისტიანი როცა ხდები ადამიანი აი უცებად ცნობიერებ როგორი ცოდვილი ხარ რა როგორი იდეალურია ღმერთი როგორ უყვარხარ, როგორ ღალატობ ყოველ დღე, მაგრამ მაინც შენთან უნდა ყოფილიყო. თან ეგეც ხასაღნის ბოდიში აღსაღნიშნია რა, ხაზგასასმელია, რომ როცა იწყებ ესე ცხოვრებას, ხო შეუძლებელია რომ ცუდი გახდე, უკეთესი ხდები. მინიმუმ საუკეთესო თუ არა უკეთესი ხდები, ხო? ეგეც მეწყველებს კიდე იმაზე, რომ რა არის ჭეშმარიტი გზა, ხო? კი, რა თქმა უნდა, მაგას თან აი ისე აცნობიერებ იმ დონეზე, რომ შეუძლებელია რომ ხო, აი შეუძლებელია რომ უარესი ტიპი გახდე რა. ანუ ხდები რაღაც დონეზე უკეთესი. მინიმუმ. ეგ არის და აი ეგეც სასწაული არ არის რაღაც ხრი, იმიტომ რომ ყველა გზა არსებობს რაღაც გზები, ხო, სიტყვაზე, რომ გასხილოსნების და ასე შემდეგ და სულიერი გაწმენდის და ნუ ძალიან ბევრი რამეა, ხო, მაგრამ ვერ მიდიხარ ისე რა, როგორც აქ. ხო, ნუ სხვათა შორის ის თემაა, რომ ინდონეზია აქვს რა, ადამიანებს გული გაბოროტა, ზოგია საერთოდ თulis რომ პატიება რაღაც, რატომ უნდა ვაპატიო ვიღაცას რა, მაგრამ აი ქრისტიანს ინდონეზია ხარ გაცნობიერებული საკუთარი ცოდვილობა, როცა აი უფალს ხედავს რა, აი უფალს უყურებს, უფალს როგორ უყურხარ, რომ მე შე თვითონ გიჩნდება სურვილი რომ ვაპატიო რა, აი იმიტომ რომ ეგ არის ანუ პატიება, ეგ პატიების უნარი გამომდინარეობს ღმერთისგან და სხვანაირად. აი ამ პარტაული ადამიანი ვერავინ ვერ იცოდაო. რო იცოდე ვერ გაიჩერებდიო, ამას არ გაიჩერებდიო რა, რომელიღაც წმინდანს აქ ნათქვამი. ყარსო რა ესოდვაო რა, ნუ ეხა წმინდა ბერები და მამები ალბათ ხედავდნენ უშუალოდ ყველა ადამიანის რა ვიცი, ალბათ ცოდვას ხო, ან ვინ როგორ იყო ბოროტის მიერ მართული და ჭრეტის ნიჭიც ხო, ეხა ჭრეტის ნიჭიც რა არის ხო, ეხა დღეს ხო კარგია რომ ახსენდო ჭრეტის ნიჭი ზოგჯერ აქ ეხა ერის დონეზე შეიძლება ჩათვალონ დაავადებად ხო, ან შიზოფრენიად. ხო სიტყვაზე ეხა რაც არის ხო წმინდანი დაუშვათ ხედავს სასწაულს ხო და მომსწრეა ამის და მრევლიც ამ ყველაფერს იჯერებს ამ ყველაფერს ითავისებს აცნობიერებს რა რამხელა ძალასთან აკავშირი და ნუ ეხა მედიცინურად რო შეხედო ხო და ეს მეცნიერულად და რო გამოდიან ხო ეს რალ კოსტუმის გეტყვიან რომ ეს არის შიზოფრენია ხო აი რაღაც აი ესეთი და გადავალ მე იმ თემაზე რომ აი ათეისტებს უკვე გაცერა ის პასუხი რასაც ხშირად აკეთებ ხოლმე. აი მაგის მიზეზი რა არის იცი რომ ზოგადად ყველაფერში აი რატომღაც ყველაფერზე ვცდილობთ ანუ წინასწარ ვახდეთ აი პრესუპოზიციას მაგის რომ აი ყველაფერში ვცდილობთ ნატურალისტური ახსნის მეთოდები შევიმუშავოთ რა. არის რაღაცა მოვლენები, რაც ნატურალისტურად ესე არ იხსნება და ეხლა რა ვიცი, ეგ რაციონალურია ჩემი მიზეზი თუ არა, ვინმე შემეწინააღმდეგოს, როცა რაღაცა მოვლენას არ აქვს ბუნებრივი ახსნა. შეგიძლია ივარაუდო, რომ რაღაც ზებუნებრივი მოხდა, რატო ამაში პრობლემა და რაღაცა განსასვიფრებელი. აი ხო, დაუშვათ ეგეც, რომ აი სიტყვაზე მსმენია რა, ათეისტებისგან ან მსგავსი ადამიანებისგან, რომ ცეცხლი გადმოდის ხო სიტყვაზე და ეს ცეცხლი რო გადმოდის ეს არის რაღაცა მახინაცია ან რაღაცა ფოკუსი და რაღაც ხო ხდები რა, მაგრამ იმას როგორ ახსნი სიტყვაზე, რომ მაგალითად წმინდანის სისხლი არის უხრწნელი. აი რითი ამიხსნი? ნუ შენ არ გეუბნები, ანუ ამათ მიმართავ ხო რა, როგორ უნდა ამიხსნა ეს ხო, რომ ის სისხლი წმინდანის არის ისეთი უხრწნელი ანუ მაქსასწაული მომყავს ხოლმე ძირითადად არგუმენტად ხოლმე, იმიტომ რომ თვითონ მე მგონი კვლევებიც იყო მეცნიერული ჩატარებული ხო მამა გაბრიელის იმაზე სისხლზე. იკვლევდნენ რომ ხო, ანუ და ბევრი ათეისტი იყო სხვათა შორის ჩართული, არა მარტო მორწმუნე და ხო ხდები რომ ეს სასწაულად არის მიჩნეული რა, ოფიციალურად სასწაულად არის მიჩნეული რა. ხო. სხვათა შორის აი როგორი თუ არ უნდა ადამიანს ხო ბოდიში ვერ დააჯერებ, ხო ხდები რა. კი, ანუ როგორი თემაა იცი იდეაში მაგალითად აი მე აი მაქსიმალურად როცა ვესაუბრები რა ათეის ნუ სხვა მსოფლმხედველობის ადამიანს ვცდილობ რომ ბარიერი დავწიო ძალიან ქვემოთ რა ხო გესმის ეხა სიტყვაზე აი უცებ შემოვიდა და მეუბნება რომ აი ძველი აღთქმა არ არის ვალიდური აი კი ბატონო აი მოდი აი ახალ აღთქმაზე ვილაპარაკოთ იესოზე ხო ვერ მეტყვი რომ არ არსებობს აი ან სასწავლო აი ცეცხლი არ გადმოდის კაი ვეტყვი დავით აი არ გადმოდის მაგრამ ნუ რა შუაში ცეცხლის გადმოსვლა ხო ჩვენი წმენა ხო არის ჩვენი წმენი საფუძველი ხო არ არის წმენი საფუძველი არის ქრისტეს აღთქმა აი ბარიერს ვცდილობ რაც შეიძლება ხოვით დავწიო რა იმიტომ რომ
ნუ ხო ანუ უამრავი რაღაც არსებობს რა, რაც აი პირდაპირ რა თქმა უნდა უშუალო ევიდენცია რო ღმერთისგან მოდის, მაგრამ რადგან ვიცი რა მათი სულიერი მდგომარეობა და მათი მსოფლმხედველობა, ვცდილობ რომ აი რაც შეიძლება აი რაღაცა საერთო ის იყო გრაუნდი რა. ხო, რა იმიტომ ხა იცი როგორია ხა თან იმ კალიბრზე ვსაუბრობ ხო, რომელიც არაცნობიერად მოქმედებს ხო, რაღაც გაუთვისნობიერებელი უბრალო ათეისტი ადამიანები ხო და ხა მე შემიძლია ჩამოგითვალო რა ვიცი. ტოლსტოი გინდა ხო, ლევ ტოლსტოი, ფიოდორ დოსტოევსკი ხო? ნუ ეხა დოსტოევსკის ვიცით ხო, რომ ნარატივი ქონდა ქრისტიანული, მაგრამ ნახე ტოლსტოი იყო ათეისტი. ხო? აი ძალიან ძლიერი მოაზროვნე ხო? ბევრი ყოყმანობს, მაგრამ აი დაზუსტებით ვიტყვი, რომ მე გახდა ქრისტიანი. ტოლსტოი არის ქრისტიანი, მე გახდა ბოლოსკენ რა, იწამა. ანუ თან ეხა როგორ კალიბრის ადამიანებზე ვსაუბრობთ, ხო? ტოლსტოი, დოსტოევსკი, ხო? და ბოდიში რა, ანუ ეს ცნობიერება, ხო, რო ეძახიან მესამე თვალის გახსნა და რაღაცა ძალიან ცნობიერი ტიპი და მატრიციდან გამოსული სასტავი და ამაზე მეტი, ამაზე ბრძენი ვინ გინდა, რომლებიც ამ გზაზე მოექცნენ, ხო? ანუ რაღაცაზე მეტყველებს მე მგონი, ხო? თუ რამე ალტერნატივები გქონდა შენ უკეთესი, აქ რატო ხარ? კი, აი სხვათა შორის აი დოსტოევსკი რო ავიღოთ სიტყვაზე რა, დოსტოევსკის წიგნებში, აი მაგალითად სიტყვაზე ავიღოთ ერთი რომელიმე წიგნი, ძმები კარამაზოვები, არის სხვათა შორის მსოფლმხედველობის ჭიდილი რა, იდეაში რა, სერიოზულ დონეზე რა. აი ათეისტი იოანი სიტყვაზე და ნუ ალიოშა ქრისტიანი მოწმუნე ათეისტი და არის სერიოზული ჭიდილი, ანუ სიტყვაზე დოსტოევსკი მე ბევრი ათეისტი მინახავს, რომ აი წიგნი რო წაიკითხა, იფიქრა, რომ ათეისტმა არგუმენტი მოიგო, მაგრამ ნუ აი დოსტოევსკი იმდენად მაგრაწეს, ანუ რეალურად, ანუ თავიდან ბოლომდე, ანუ ვერც ხვდებიან, რომ რა ხდება მან რეალურად რა, ამიტომ ხო რა. ხო, აი გააზრებაც ხო უნდა, ხო, რაღაცას რო კითხულობ, ხო, ერთია რო კითხულობ, მეორე იაზრებ, ხო? ცნობიერება ამაღლებული გაქვს თუ არა, ხო ხვდები რა? აი ეგ არის რა. ეგეც იმაზე მეტყოლებს რომ თავიდან ადამიანს ცდილობს წესი გაიგოს როგორც თვითონ აწყობს ისე რა. აი ათეისტი თავის სათავისად რო იგებს და ქრისტიანი სათავისად იგებს რა. მაგრამ ეგეც საინტერესოა ისე ეგ პროცესიც რა. არა? კი. აი თან კიდე რა თემას მინდა ისე შევე ხო აი ну, ეხა ჩვენ აქ ვცხოვრობთ, საქართველოში ვცხოვრობთ და ხშირად ანუ ჩემთვის გამაღიზიანებელი რაც არის ხოლმე, ანუ მაგალითად იმას გაუსმევ ხა ხას, რომ ხშირად მესმის, რომ აი ტაძარში რა მინდა, ხო? აი მწამს ღმერთის კი მჯერა უფლის რაღაც, მაგრამ ეს გულში მყავს. ხო ხტები ეხა რაღაცა შეცვლილი ფორმის რაღაცა დამახინჯებული ის არის რა, რომ აი ეკლესიაში რა მინდა, მოძღვარი რაში მჭირდება, ეს ცოდვილი მოძღვარია, ეს ისეთი მამაოა, ეს ასეთი ხო თან შეტევაა, ხო? ეხლა ორი აზრი არ არსებობს მაგაზე და ყველა ბავშვის თვალის დაინახავს, რომ უშუალოდ უტევენ მართლმადიდებლობას, უშუალოდ უტევენ მღვდლებს, ანუ და მე აქ პასუხიც უნდა დაგებადოს, რომ ტყილა არავის არ უტევს, ხო? სიტყვაზე ესეთი ძლიერი ძალა თუ ხარ, ну, აღარ დავკონკრეტები როგორ, მაგრამ ესეთი ძლიერი ძალები თუ ხართ, რატო უტევთ იმას, მანდა მაინც, რაც სიტყვაზე არაფერ დიდ გავლენას რეალურად არ გახვევს, თავისუფალია რა. ხო ეგრეა, ხო მართლმადიდებლობა შენი არჩევანია, ხო? ხალხის თვითონ კოლექტიურად არჩევანია ეს რა. არავის თავზე არ მოუხვევია. კი, ნუ ეს დაძალება და ეს არ არის მართლმადიდებლობა. არ გინდა არ იქნები უბრალოდ და რატო ებრძვი იმას? ესე იგი იცი რომ ეს ჭეშმარიტია და აქ ამაში მართლა ძალაა და ამაში მართლა სიყვარულია და ნათელი, ანუ ბნელი ებრძვი რა. ხო, ზოგადად ნუ ფსიბოროტე არ ებრძვის იმას, რაც ხო, ანუ ეს იმიტომ თქვი რომ ხაზი გაუსვა რომ რა არის ჭეშმარიტება და რა არის კარგი. ყველაფერი არის რა თქმა უნდა ქრისტეს აწინააღმდეგოდ რა. ასე ვთქვათ, აი მართლა ყველაფერი არის ქრისტეს აწინააღმდეგოდ. ასე რომ აი ეგ მიდგომაც არის ძალიან საშიში ახლა რას გულისხმობ რა, აი მამაო ცოდვილია სიტყვაზე და მე რა მინდა მამაოს. ჯერ ესეთი არავინ არ ამბობს რომ მამაო ცოდვილი. არა, ძალიან ხშირად ამბობენ მაგას და ხო არა, არავინ არ ამბობს რომ მამაო ცოდვილი არ არის რა. ვინ თქვა? ან უნდა იყოს. ვინმე მთხოვა? ანუ ვინ არის არსებობს კაცი, რომელიც მომაც არასწორებს ანუ ესე არის. ექიმთან რომ მიდიხარ, ხო სიტყვაზე ექიმთან რომ მიდიხარ, ხო მისი ავადმყოფობა შენ არ გნებს, ხო სიტყვაზე კიბო აქვს ექიმს, მაგრამ ის თავის საქმეს შეისრულებს. ეხლა მე ვარ ფიტნეს მწვრთნელი, ხო? ანუ ფიტნეს ტრენერი ვარ, ონლაინ პროგრამებს ვადგენ, ხო სიტყვაზე და დაკლებაში გეხმარები. ეხლა მე რო შენ გეხმარები დაკლებაში როგორც ნეოს, მე რო გავსუქდე და მოვიმატო ან არასწორად ვიცხოვრო. ამითი
დამეკარგება ცოდნა ამით მე შენ ვერ დაგაკლებინებ კიდევ პროგრამებს ვერ გაგიწერ თუ ხო, რა და თან ხვდები რატო ერჩიან აი რატო აი მით უმეტეს თან ეხა მე ანუ არ მინდა ესე ზოგადად ლაპარაკი ეხა თავს ვერაფერს ვერ ვედო მაგრამ მამაოებს ვისაც მე ვიცნო პირადად რა აი მართლა ისეთი ადამიანები არიან რომ აი ეს თავისი ქმედებით ყველანაირად უფალთან თანამყოფობას ცდილობენ და ყველა მართლა აქვთ მართლა მაგის უფლება რომ შენს რაღაც მოგიწოდო იმიტომ რომ თვითონ ჩვებიან ეს შენ გეუბნები თუ რამე ცოდვაშია სიტყვაზე თუ რამე დაბრკოლებაშია ხო მისთვის ანუ კი არ უნდა გაანკითხო მე როგორც ვიცი უნდა ილოცო ხო და თუ რაღაცა მძიმე პერიოდშია ხო სიტყვაზე მოძღვარიც ხო შენი სულიერი მამა ხო სიტყვაზე ეხა ყოველ შემთხვევაში სახლს კურთხევის ნაცვლად არ გადაგიწევს მაინც ხო ის თავის სულში რა ხდება თავის საქციელში რა ხდება ხო ის არ გამორიცხავს იმას რომ შენ პირნათლად შეგისრულო სიტყვაზე რაც შენ სულს სჭირდება ხო რაც ქრისტემ იქადაგა რომ ნუ გინდა არ გინდა მაინც საჭიროა რა რაღაც წესები, რაღაც ერთობა, იმიტომ რომ ქრისტეს ხო აქვს ნათქვამი ბიბლიაში, რომ 1 და 2 სადაც შეიკრება ჩემი სახელით, იქ ვარ მეც, ხო? სიტყვაზე ტაძარში გულისხმობს ალბათ, ხო? ხალხის შეკრებას კოლექტიურად, ხო? ანუ ერთად ყოფნას, ხო? ის ხო არ ამბობს, რომ გულში ყავდეთ მხოლოდ და დაიკარგეთ და ჩემი სახელით ჩერდითო, მგონი ანუ აი მაგალითად ეხა თეორიულად სიტყვაზე სანმე რომ ჩაგაგდონ რა, სადმე რომ აი კონძულზე დაგაპატიმრო, რა თქმა უნდა, უფალ შეინარჩუნებ ეხა ქრისტეს თავს, მაგრამ აი სიტყვაზე მე პირადად აი ჩემი მოძღვარი აი მართლა ისე დამხმარებია რა, აი კონკრეტულ მომენტში რომ აი მართლა სასწაულ დონეზე რა და ერთხელ მქონდა ეგეთი შემთხვევა რომ მეგობარი მინდოდა რომ დამეპატიჟებინა ეკლესიაში, ნუ არ არის ესე ეკლესიური ადამიანი, ანუ არც არის მორწმუნე დიდად, უბრალოდ მინდოდა და მითხრა რომ მეო ეკლესიაში არ წამოვალო, იმიტომ რომ ეკლესიაშიო ძალიან ბევრი ფარისეველი არისო რა და მე ვუთხარი რომ ნუ კიდე ერთისთვისაც გვაქვს ადგილი რა. ერთსაც დავიმატე. აი იქ არ მისმის მართლა. ყველას ეხა მართლა მეც მოაღიარებ რომ მეც მქონი ეხა თვალთმახსობის მომენტი ეხ ფარისეულობისკენ რაღაც მაგრამ ყველას ოდვილები მაგითო გჭირდება გადამჩენი. ალბათ ინდივიდუალურია, იმიტომ რომ უბრალოდ არ დევს ჩემში თუ რატო არ უყურებდი ეგრე არასდროს არ უყურებდი. მქონია რაღაცა ტალღოვანია ხო ეს რწმენა რომ აი გამაღლებული ტალღა აი ცნობიერება სულ იქ გადაწყობილი ან ცოტა დადაბლებული ხო ტალღები აქვს რა ამას შენს გეცოდინება რომ ხარ რაღაცა სიტყვაზე ნუ ნეტარებაში ხა იმაში არ ჩამომითვალო კრეხელობაში მაგრამ არის რაღაც მომენტები რომ შეიძლება მიაღწიო ნეტარებასაც ხო იქ კარგ სულიერ მდგომარეობაში ხარ ხო და არის რომ ცოტა ეცემი ვწდები გზას ხო ანუ ტალღებია ხო ხო აი ყველას აქვს თავისი პრობლემა ხო ყველა არის თავისებურად თავისნაირად ხა ეგ აზრი რა ეშმაკი აზრების საშუალებით როგორც უწევს რა თან ამ აზრებზე იდეში კონტროლი არ გვაქვს ესე ხო ანუ მოდის ეს აზრი და ნუ მე ფიქრით მოდის ძირითადად თუ ეშმაკი იყო ძირითადად ანუ აზრის საშუალებით უწევს რა ნუ მე ეს აზრი ფიქრად მე სიტყვებად ან ქმედებად და ანუ ხდება ესე და ნუ ყველას აქვს თავისი პრობლემა ხა ადამიანს სიტყვაზე არის რომ აი ეგ მიდგომა აქვს რა ანუ ეგ ცუდი მიდგომა რომ აი ამდენი ფარისეველია და რაღაც ანუ შენც ხარ ანუ ყველას გვაქვს რაღაცა რაღაც დონეზე აი ყველას გვაქვს რაღაცა ის რა ანუ იქ თვალთმახსობის რაღაც ელემენტი რაღაც დონეზე ყველას მაინც მქონია რა ცხოვრებაში ამიტომ ხუჭირდება გადამრჩენილი იდეალურები არავინ არ ვართ ამიტომ აი ეგ არ არის არგუმენტი ზოგადად რომ აი სიტყვაზე ამი ეს ესეთი ამიტომ მე ახ არ მივალ რა ანუ შენ სულიერ ხო არა აი რეალურად სულ განკითხოს თავი დაანებოდა ნუ პირდა სუფთაწყლის განკითხვა მაგრამ სულ განკითხოს თავი დაანებო ხო რაში გიშლის სხვისი ცოდვილობა აი შენ სიტყვაზე ხო შენ თავს რა უცოდველი ხარ თუ აი ეგ კითხვა სულ რო არ იყო მორწმუნე ხო ელემენტარული ლოგიკა ანუ სიტყვაზე მისი ცოდვილობა რას ნიშნავს რომ შენ უცოდველი ხარ თუ რახან რაღაცა სტატუსი აქვს აი ერთი საკითხი დავსვათ რა მოდი აი რახან მანაფორითა აი მოდი აი ერთი საკითხი დავსვათ რა ზოგადად რა აი მათი მხარე დაუჭიროთ მიუხედავად იმისა რომ არ არიან ანუ ინტელექტუალურ სწორ პოზიციაში რა აი ზოგადად რა როცა აი ადამიანი ხარ ქრისტიანი რა და სიტყვაზე აი რაღაცას ქადაგებ რა სიყვარულს ქადაგებ მაგრამ შენ არ გიყვარს და გეზიზღებ ან ქადაგებ რაღაცას რომ აი ეს დამღუპველია ხმერს გვაცალკევებს აი და ამიტომ შენ აკეთებ იგივე რაღაცას რა აი შენ სიტყვას არ აქვს რეალურად ძალა რა ანუ შეიძლება რაღაცას ინტელექტუალურ სწორს ამბობდი მაგრამ ეგ შენი სიტყვა არ არის ხო ხა ზუსტად 100%-იანი ამიტომ აი ნიშნულოვანი არის ასევე ის რომ აი გარე ვინც უყურებს რა ესე რა ქრისტიანებმა ჩვენი საქმეებითაც დავადასტუროთ რა ჩვენი წმენა მაგალითად მე თუ ქადაგებ რომ სიტყვაზე არ იმრუშო და მე ვმრუშო ანუ მე რავი მე გამოვდივარ აი ფარისეველი და განსაკუთრებულად კაცრია ქრისტე ასეთ ადამიანებთან მაგრამ თუ ამავდროულად შენ სინანული დაკვებად და ცდილობ რომ ისე უკეთესი ქრისტიანი გახდე ხო
ხო, ნუ ეს რა თქმა უნდა, ეს აუცილებელია, ყოველწყვეტი პროცესია რა. ანუ ეს ხო რეალურად ხო ყველაფერი პროცესია, ხო? აი რო ზახი რაღაც ბედნიერება და ეს ყველაფერი ხო რაღაცა დანიშნულება არ არის, რომ აი სიტყვაზე სულიერებაც ხო არ არის, ეგ რომ მე სიტყვაზე ნეტარებას მივაღწია უცოდველი, გავხდი, ვერ გავხდები, მაგრამ გავხდი და ეს რაღაც დანიშნულებაა, რომელიც მორჩა? არა, ხო ეს რაღაც განზობითი პროცესი უნდა იყოს, ხო? აქაც და განსაკუთრებით როგორც გვჯერა იქაც, ხო? იქ ნუ დაუსრულებელად და უსასრულოდ, ხო? მარადიულ სიხარულში. აი კიდე რა მინდოდა ის შენთვის მეკითხა, აი ეხა შენ ვიდეოს უყურებ და რა იყო ყველაზე ისეთი კითხვა რა, რომელიც შენთვის კითხვები ან თემები, რომელიც ყველაზე მეტად გაფიქრებს ან გიჭირს საუბარი. აი სიტყვაზე ვერ შედიხარ დებატებში რა. ხო ხტები რასაც ვიძახი, აი ძლიერი არგუმენტირებული ათეისტი თუ შეგხვედრი ან ისეთი ინტრიგანი, რომელიც მართლა შემოდის შენთან ისე რომ, ნუ აი ფიქრობ რომ ეს ცოტა ძლიერი მოწინააღმდეგეა. არასდროს მართლა რა არასდროს კარგი არგუმენტი არასდროს ათეიზმისგან არ მოგისმენია ძალიან ბევრი ათეისტთან მილაპარაკია რა. აი ჩემს არც არსებობს კაი არგუმენტი ათეიზმის დასადასტურებლად, აი სილოგიზმი ლოგიკური რო აი. არ არსებობს, ხო? ასე რომ არა, მართლა აი გულსხმელად რა არ ყოფილა არავინ, ვინც რაღაცა კარგი, აი როგორ ვთქვა რომ აი მომეწონა, ანუ ყოფილა რა, როგორი თემა იცი რომ აი საინტერესო თუ ჯელობა მომწონა. აი ხო, რომ აი საუბარი მოგწონს. აი მე მქონია მაგალითად მუსულმანთან მქონდა პოლემიკა. ოღონდ როგორ იცი, აი ბოლოს მითხრა რომ მეო არასდროს მინახიაო, ეს ჩემთავს კი არ ვიქებ, უბრალოდ მითხრა რომ რა არის, ალბათ ეს არის ჯანსაღი კომუნიკაცია. არასდროს მინახიაო ესეთი ქრისტიანიო, ვინცო არ მახვევს თავსო არაფერსო. ანუ ხტები მე ღიმილით ველაპარაკებოდი, ოღონდ სპეციალურად არა, ირონიით არა. ჩემეულად უხსნიდი ქრისტიანობას. ის ცოტა დაძაბული მესაუბრებოდა რა, თავის მუსულმანობას. მე ინგლისურად საუბრობდით ბორჯომში, შარშა. და საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ რა საათობით. ხო იცი როგორ ისეთი თემაა, რომ ამას ვერ ამოწურავ და შედიხარ. ძალიან იცი რას მინდა ხაზი გავუსვა, რომ ძალიან ბევრი კაი რამე დავიჭირე ესეთ კომუნიკაციაში იმ მუსულმანურშიც, რასაც ის საუბრობდა და იმანაც ძალიან ბევრი კაი დაიჭირა აქ. ხვდები? კარგია. და მაგის დეფიციტი, ეხა შენთან ხო რო რეკავენ, ხო? ან ჩართვებია, ხო? არ ვიცი, ყველას არ თავალბოთ. არის ხო ისეთიც, რომ აი რაღაც ჯიქურ აწובה რა, რომ თავისი ანუ მე მგონი ეგრე ჭეშმარიტებას და ვერ მიხვალ რა. ხო, აი როგორი თემა ეხა ნახე რა. სიტყვაზე ეხა რომ აქ ლაივი რა გაშვებული რა. შეიძლება შემოვიდეს ეხა შენ როგორც რა კატეგორიის რომ ისე გაწובה და ნუ ხვდები რომ რეალურად არ არის მაძიებელი. უბრალოდ რაღაც ცდილობს არგუმენტი მოიგოს. ეგეთსაც ვესაუბრები და გეტყვი რატო რა. ჩემი სამიზნე არ არის ყოველთვის ვისაც ვესაუბრები მარტო ეგ რა, ნუ გარემაყურებელია ჩემი სამიზნე აუდიტორია. ხო რა. ამიტომ ტოვებ ხოლმე რომ ანუ იმიტომ ტოვებ რომ სხვებს მოვასმენინო რა რეალურად. მამა თეოდორის ვიდეო ხო გახსოვს? რო ამბობს ათეისტზე რა, კვდებაო და რაღაცაო თუ ერთს ღმერთის წამს მეორეს არაო და ბიჭო რა გიხარიაო რო არ გწამს. ხო, რო არ არის. ხო, რა გიხარია რო არ გწამს, რო არ არის ღმერთი რა, გასახარია? ანუ ხო რა მითხარი რატო უნდა გაგიხარდეს რომ სიტყვაზე ღმერთი არ იყოს. ხო. სიტყვაზე მორწმუნეს რატო უხარი მესმისო, მაგრამ. კაი, მესმის, მაგრამ ათეისტი თუ ხარ, თუნდაც რატო არ უშვებ იმას რომ აი ეს სიტყვაზე უკეთესია? ან აგნოსტიკი ხარ, ხო, დაუშვათ არ იცი, ხო? ხო. თუ არ იცი ამ ორ შედარებას შორის, რატო ირჩევ იმას სიტყვაზე, ან ათეიზმს რატო ირჩევ, ან იმაში ხარ ავის უფლება, იმაში არ ვერები გადაწყვეტილებას. კომფორტულია. კომფორტულია, ხო, ბევრ კითხვას არ გიბადებს, ხო? არა, უფრო მეც გიბადებს მე. ეგ არის რომ მე ჩემი გზით მინდა რაღაც ცხოვრება რა. ღმერთო, შენ თავი დამანები, მე ჩემით მინდა ცხოვრება და ნუ ყველაზე მორგებული მსოფლმხედველობა ამის ათეიზმია. აი, ნახე ხა რა ხდება კიდე. ჩვენთან განსაკუთრებით, ნუ ხესოთ თბილისში რა. აი მენტალური პრობლემების ეპიდემიაა რა. ეხლა სადაც გაივლი, ყველას რაღაც მენტალური პრობლემა აწუხებს რა. რა ვიცი, დეპრესიებით დაწყებული, მშფოთვარება, აღელვება, აი გაუსმევ თუ არა ხას, ანუ ეს შენ ფიქრობ, რომ ეს არის რაღაც ქიმიური დისბალანსი, სოციალური პრობლემა თუ აი შინაგანი თუ
ბიოქიმიური თუ აი სულიერი პრობლემა, სულიერი ტანჯვაა? იმიტომ მე ჩემეული შეხედულებები მაქვს მანდაც, მაგრამ აი მინდა რომ შენგან გავიგო რა, რას ფიქრობ. ზოგადად ვინც სიტყვაზე აი მაგ პროცესს უყურებს რა, რომ უფრო აი ბიოლოგიურ ჭრილში რა, სიტყვაზე რაღაცა აი ტვინში მიმდინარე პროცესები, იქ რაღაც ნეირონების ურთიერთქმედება. რა პარალელს გავავლებ რელიგიასთან. და ზუსტად რომ აი რა მინდა იცი რომ აი ჩვენ ვართ ეხა ეგ დეტერმინისტები, ჩვენ ვართ ქრისტიანები, ასე რომ სიტყვაზე ჩვენ თუ ავიღებთ და ჩვენ თუ დეპრესიას რა და მენტალურ პრობლემებს მიუდგებით მხოლოდ როგორც აი ტვინში მიმდინარე ქიმიურ ფიზიკურ პროცესებს, მაშინ ჩემი აზრით შეუძლებელია, ანუ საერთოდ გამოდის რომ თუ მარტო ანუ თუ არა მატერიალური სუბსტანცია არ გვაქვს რა, სული, გონება, ასე ვთქვათ და მარტო ტვინი თუ ადამიანში ეს ფიზიკური ნეირონების ურთიერთქმედება არის წინასწარ დეტერმინირებული, ამას შენ ხო არ აკონტროლებ ეს პროცესი შენში მიმდინარეობს ისედაც რა. შესაბამისად, ანუ ეგ თავისუფალი ნება შენ რეალურად არ გაგაჩნია, შენ შეიძლება ილუზია გქონდეს რომ თავისუფალი ხარ, მაგრამ თუ შენ ფიზიკური ტვინი შენს ფიზიკურ თავს თუ არ ცდება, შეიძლება იმასაც კი იმჟელო რომ გარემოს ღმერთის დაშვებით მოხდა ეს რომ ადამიანს აი ესეთი მოწყვლადი იყოს ამდენი არა მარტო მენტალური, არამედ ფიზიკური დაავადებების და პრობლემების, აი ესეთი მოზღვლადი. არა, რეალურად ადამიანები ხო უსუსურები ვართ, ვერ ვაღიარებთ, ხო? ანუ თითქოს აპარტავნება არ გვიშევს, მაგრამ მოდი ვაღიაროთ, რომ ადამიანები ვართ უსუსურები, ხო? კი, და დაუცველები. აი რაღაც აღვნიშნოთ რა, ეხლა ვიმსჯელოთ მე და შენ მაგაზე რა. მოდი მე და შენ გვაქვს იდეა მაგის, რომ მე და შენ ვართ რაღაცა არასრულყოფილი, აი რა სიტყვაზე უსუსური რაღაცა ნაკლოვანებები გვაქვს რა. ეხა მე და შენ ეგ რო ვთქვათ, ანუ ჩვენს გონებაში რაღაცა ხატება უნდა არსებობდეს, ხო? აი სრულყოფილების რაღაცა სიძლიერის, ხო, რეალურად რა. ეხა მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ შენ აცნობიერებდი უსუსური ხარ, არ გამორიცხავს იმას, რომ შენ სუსტი ხარ ან სულიერად გიჭირს. ხო, არა, ეგ კი ზუსტად რომ ძლიერდები, მაშინ ათვიცნობიერებ მაგას. კი, აი ეხა წარმოიდგინე, ჩვენ გვაქვს ეგ ხატება რა, ეგ იდეა რა. მაგრამ როგორი თემა ის, ეხა მე და შენ რამეზე სიტყვაზე სწორხაზზე რო ვთქვათ, რომ დაკლაკნილი, ანუ სწორხაზზე ანუ რაღაცაზე რო ვთქვათ, დაკლაკნილია, სწორხაზზე წარმოდგენა მაინც უნდა გქონდეს რა. ეხა რაღაც ანუ სიბნელე, საინტერესოდნობა სინათლე თუ არის რა, ხო ესე. და რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს რა, ეგ იდეა ის სრულყოფილების, ასე ვთქვათ, რაღაცა უსუსურების და აი რეალური სიძლიერის ხატება რადგან ჩვენს გონებაში გაგვაჩნია, ანუ ჩემი აზრით რაციონალური ამ შემთხვევაში ვიმსჯელოთ, რომ ეს იდეა მოდის გარეწყაროდან რა, ანუ ღმერთიდან, იმიტომ რომ ჩვენში ესე არ იმყოფება ხო ფორმალურად და ემინენტურად გარეწყაროა, ასე რომ რადგან ჩვენ სუფთა წყლის ღვთისგან ინსპირირებულია, ხო რა თქმა უნდა. ამიტომ აი ეგ კარგია ზოგადად ადამიანი მაგას რო გააცნობიერებს, რომ არასრულყოფილია, აქ რაღაცა უსუსურების შეგრძნება, მე აი ღმერთის ძიებისკენ დაეხმარება რა, აი რომ გადადგას ნაბიჯი, რომ ღმერთი ეძიოს რა რეალურად. იმიტომ რომ ხო არის ხოლმე ხო ესეთი პრობლემა, თან ანუ რა არის, ისი გაცნობიერება, უნდა გაარჩიო, ადამიანმა ხო უნდა იცოდე, რომ სიტყვაზე პრობლემა საიდან მოდის? აი ესეთი ის არის თქმულა, რომ პრობლემა თუ იცი 50% უკვე მოგვარებულია, ხო? აი სიტყვაზე არასწორად ხო არ ეძებს ზოგი პრობლემას. აი მაგალითად მე ხა მყოლია კლიენტ მომხმარებელი ერთი სიტყვით რა, მე ხო health coaching-ში ვარ, ხო სიტყვაზე coaching-ის სფეროში ვარ, ხო და ადამიანი მოდის ჩემთან და მეუნება, რომ აი რაღაცა ცუდად ვარ. გონია რომ სულიერადაა ცუდად, მიდის ტაძარში, სიტყვაზე რაღაცა ეზიარება, რაღაც, მაგრამ ვერ ხდება კარგად. მოდის ჩემთან პირობითად, მეუწე რაღაცა კვებას, რაღაც ქიმიური ბალანსი ლაგდება მის ორგანიზმში და ხდება კარგად, ხო? ანუ ესე იგი, ეს რას გვეუბნება, რომ ანუ ეს მტკიცებულებები მაქვს მე ხალხთან მუშაობის დროს შევესწარი ამას, რომ ანუ კარგად ხდება ადამიანი სიტყვაზე ჩემთან მუშაობის დროს და არასწორად ესმოდა რა იყო ცუდად ყოფნა. ანუ ვერც ვარჩევთ რეალურად ადამიანები რა არის სურვილი პრობლემა, ხო? რა არის მართლა აი სიტყვაზე დაბინძურებული გული, სული სიტყვაზე, ხო? გონება, ანუ გარჩევაც კი გვიჭირს რა, ამას ჭირდება რაღაც დონის მუშაობა, ხო? თვით განვითარებაზე ზრუნვა. მარტო რელიგიაზე არ წმენაზე ფიქრი ხო არა? თვით განვითარებაზე ზრუნვა უნდა დაიწყოს. აი როგორი თემა იცი, აი ჯერ აი პრობლემაზე ახსენე, ჯერ ძალიან ბევრი ადამიანი საერთოდ პრობლემა რო აქვს, ეგ უნდა აღიაროს. აღიარო, ვერც ხვდება ზო. ეგაა უდიდესი პრობლემა. ხო, უნდა აღიარო. რაც შეიძლება ეხა აი შენ აი როგორი რაღაც ახსენი რა. აი ზოგადად აი მოდი ეგ ყველაფერი დავაკავშიროთ რა, აი ერთმანეთთან რა, ეგ პროგრესი და ეგ პროცესი რა, ანუ რაღაც ავიღოთ, ანუ ღირებულება, დანიშნულება, საბოლოო მიზანი, ეს მნიშვნელობა ცხოვრებაში რა. ეს ყველაფერი ამ ყველაფერს ადამიანი აი მორწმუნე რომც არ იყოს, ანუ საბოლოო მიზნის რო არ ჯეროთ, ეს ყველა რაღაცებში ეძებს რა, ანუ ეძებს, მაგრამ საბოლოოდ მე ანუ თავის მსოფლმხედველობას ლოგიკურ დასკვნამდე თუ ჩაყვება და ღმერთს ამოიღებს აი ამ ყველაფრიდან, მე ხედავს რომ რეალურად საბოლოო მიზანი თუ არ არსებობს, ანუ სიმართლე ის თუ არ რომ მიწად მივიყრებით, მე ხვდება რომ ეს ქმედებები ხდება ტრივიალური და გეტყვი რატო რა.
აი რაღაც რო იყოს მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით უნდა ახდენდეს ცვლილებას, იმიტომ რომ თუ რაც არ უნდა გააკეთო საბოლოო შედეგი მაინც ერთი და იგივეა. მე ხო გესმის და მე აი ადამიანს არც ახლა ყოველდღიურ ცხოვრებაში ან ვარჯიში აიღე სიტყვაზე რა. ვარჯიშის მუღამის კი არ აქვს, იმიტომ რომ ნუ ფიქრობს რომ დღეს ვარ და წამოცვა და ხვალ დავიხოცებით. ან ეგ მიდგომა ჩანს ველახთმაში ესაი ეწერს და ნუ ახალახთმაში მაინც მოგდები რაც მინდა ვქნა, ხო? წამოცვა ხო შევირგებ რა. საბოლოო მიზანზე ფიქრი არის აუცილებელი. ნუ საბოლოო მიზანი ანუ შეუძლებელია აი აბსოლუტური აი საბოლოო აი ღმერთია და ტრანსცენდენტული არსების გარშემო. ხო და ეგ უმაღლესი ძალა ხო? აი ძალიან მარტივია სიტყვაზე ხო მე ხარ მეც მაქვს კი რა თქმა უნდა ეგეთი პოლემიკები იშვიათად, მაგრამ ბევრი გზაა ხო? ნუ კაი, თავიდანვანებოთ იმას რომ ჩამოვთვალეთ ხო სიტყვაზე უდიდესი ბრძენი ადამიანები, ლეგენდები მსოფლიოში ვინც მოიქცა ამ გზაზე, ღმერთის გზაზე, ნუ უმაღლეს ძალასთან რას მივყავარ ყველაზე ახლოს ხო ფიქრობდი. ძალიან ბევრ თეორიას ვეცნობოდი, ძალიან ბევრი წიგნის მაქვს წაკითხული, ანუ ამას იმიტომ ვამბობ, რომ ზუსტად რომ აუხსნა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ვეძიებდი რაღაცებს, მაგრამ იმაზე სწრაფი გზა და იმაზე ახლო დისტანცია არაფერი არ იყო, რაც მართლმადიდებლობა ღმერთთან. ხვდები რისი თქმა მინდა? მართლმადიდებლობა იყო ის და არის ის და იქნება ყოველთვის ის, რაც მიგიყვანს უმაღლეს ძალასთან, იმასთან ცხოვრების საზრისთან. უკვდავება, ხო გაგიგია? უკვდავებაშია, ხო? სიცოცხლის არსი რა. ყველაზე მეტად დავინახე, რომ აქ არის და ალბათ გეცოდინება მამა, სახელი აღარ მახსოვს, სერაფიმ როუზი თუ იცი, ხო? კი, სხვა შორის წიგნი რა, მხოლოდ წიგნია, ხო, გამოშვებული. ძალიან ბევრი რელიგია გამოვლილი. ძალიან ბევრი რელიგია გამოცვლილი რა, მამოს, როგორც წმინდანად მგონი ჯერ არ არის შერაცხული, მაგრამ ნუ არანაკლებად იცხოვრა, ვიდრე წმინდანებმა, ხო, გამოიარა, როგორც ვიცით, მაგრამ მამა სერაფიმ როუზმა ძალიან ჯერ ერში ისეთი ცხოვრება, ხო? რთული და ნუ არასახარბიელოც კი რაღაც ისეთებს შეეჭიდა, მე სხვადასხვა რელიგიებს, ბუდიზმი და ასე შეეხო რაღაცეებს რა, ღრმად შეეხო, თან ისე არა რა, ზერელეთ რო ათეისტები ეხებიან, ცნობიერით შეეხო და ამაღლებული ცნობიერებით მივიდა რა, უკვე. და ბოლოს აღნიშნა რომ აქ რაღაცა სხვა სიბრძნე იყო. და ნახე ასევე ბოდიში მე გააგრძელე ჯორდან პეტერსონი მახსენდება, კიდე კლინიკური ფსიქოლოგი რა. კი, უძლიერესი ფსიქოლოგი. ხო, მართლმადიდებელი არ არის, მაგრამ თქვა რომ მართლმადიდებლურ მონასტრებში დადიოდა ნამყოფიც არის და აი ზუსტად ანალოგიურ სიძახის რომ რაღაცა სხვა იგზნობა. აი ვცნობ რომ თითქოს რაღაც ჭეშმარიტება, ეხება ზუსტად ვერ ვციტირებდა, მაგრამ ეგ იდეა ჩადო რომ რაღაცა სხვა არის რა. ანუ თავის კათოლიციზმს ადარებდა, ხო ხდები რა? აი ჭეშმარიტებაზე თუ მიდგა საქმე, რავი ეს. აი მაგალითია. სერაფიმ როუზი რო ავიღოთ ორ სიტყვას ვიტყვი რა. ესეთი პერიოდი ქონდა ძალიან საინტერესო სხვათა შორის რომ ღმერთს აგინებს რა. აი გამწარებულია დგას და ღმერთს აგინებს და აი მიდი რამე მიქენია და თუ არსებობ და იგინება და ანუ წარმოიდგინე რა მდგომარეობაში იყო ნუ მე ხსნი სამას რომ აი ერჩივნა რომ აი ღმერთს აი ინდონეზე ითხოვდა სული ღმერთს რომ ერჩივნა რომ აი ოღონდ ღმერთს რამე დაეშავებინა მისთვის მაგრამ ენახა და აი ეგრძნო ღმერთი არის ღმერთი რა წარმოიდგინე რომ ღმერთს ვერ გრძნობდა სანამ არ მოვიდა მართლმადიდებლობამდე რა ვერ იგრძნო ღმერთი მან და ღმერთი იყო და პეტერსონსაც შეეხება პეტერსონზე მინდა ორი სიტყვა თქვა აი ინტელექტუალურად არის უძლიერესი ადამიანი რა, მაგრამ აი პეტერსონიში რაც არ მომწონს არის ის, რომ აი ბიჭო პირდაპირ არა, აი თქვი რა, აი აღიარა. ხო რა. არ ამბობს რა, ხო გესმის აი პეტერსონი ჩემი აზრით აი რასაც აკეთებს არის ის, რომ პეტერსონს ყავს სხვადასხვა მსოფლმხედველობის ადამიანები და პეტერსონს რო უსმენ ადამიანი ყველავანიანში მოგწონს რა. და ალბათ მაღაზიის ფიქრობს რომ არ დაკარგოს სხვა აუდიტორია, იმიტომ რომ აი თითქოს უფრთხილდება იცის, აი ბიბლია იცის მაღალ დონეზე, ნუ განსაკუთრებით ძველია თქმა, მაგრამ აი პირდაპირ არ გეტყვის, თქვი რა, აღიარი რა, თქვი. ხო რა, აი რა უნდა, არადა თვითონ ხო გზნობს სად არის ჭეშმარიტება რა. ეხლა გინდა კათოლიკე დაარქვი, გინდა პროტესტანტი დაარქვი, რაც გინდა დაარქვი. კაცის თვალებში ეტყობა, სულ არაფერი თქვას, რომ არის რა, იცის რა, სადაც არის ჭეშმარიტება, ხო ხდები და ანუ რატო კიდევ კითხვები რატო იბადება, ვინმეს რატო ეუჩდება ეჭვი ხო სიტყვაზე, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა, ხო, მართლმადიდებლობა და არ არსებობს სხვა მეორე. ანუ რეალურად და ხო მე კიდე იმ თემაზეც მივალთ რომ სიტყვაზე ცხონდება თუ არა კათოლიკე ცხონდება თუ არა მუსლიმი ცხონდება თუ არა ათეისტი და ასე შემდეგ ხო მაგ თემებზეც გავშალოთ არ არის პრობლემა უბრალოდ ძალიან ბევრი მტკიცებულება და არგუმენტი არსებობს იმაზე რომ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია ერთადერთი რამც გადაგარჩენს ერთადერთი რაც გაცხონებს ამის იქით გზა არ არის მეთანხმები
აი რაში ეთახმები იცი რომ ცხონებაზე არ ვამბობ. აი მარტო ცხონებაზე არ ვიძახი, აი სწორ გზაზე რა რასაც კი, აი სწორ გზაზე ეთახმები, მაგრამ ცხონებას შეიძლება ანუ ქრისტე კი, არის ვინც გაცხონებს რა, ის სიტყვაზე ავაზაკი მე არ წვეთ და შენ არ წვეთ. ავაზაკი ავიღო ჯვარზე რა. აი რაც შეიძლება სიტყვაზე, აი მე როდესაც ანუ ცდილობ განსხვავებული მსოფლმხედველობის ადამიანებს ვესაუბრო, არასდროს კათოლიკეს არ ვისაუბრები და გეტყვი რატო რა. ანუ არსებობს რაღაც აი პოზიციური სიმართლის მტკიცებები რა სიტყვაზე, რომ მე ვამბობ, რომ ღმერთი არსებობს, ღმერთი სამება, ანუ ქრისტე განკაცებული ღმერთია რა. ეს პოზიციური სიმართლის მტკიცება, რაზეც მე ძირითადად ვსაუბრობ, კათოლიკეს ამასთან წინააღმდეგობა არ გეუბნება, კი, ღმერთი სამება, ღმერთი განკაცდა, ქრისტე ღმერთია რა. მაგრამ არის მე კიდე აი ამ პოზიციური სიმართლის მტკიცებებში კიდე არსებული პროპოზიციები, რაღაცა კონკრეტული საკითხები, რაშიც ნუ კათოლიკე და მართლმადიდებელი არიან იდეაში წინააღმდეგობაში. შენი აზრით დამახინჯებული ვერსიაა კათოლიციზმი? აი როგორი თემა იცი რომ მე აი არ მინდა კათოლიკებზე აი რამე ცუდად თვითონ კათოლიკებს არ ვეხებით, აი თვითონ ეგ ფაქტი. მაგრამ აი ძალიან მაგარი იქნებოდა რომ აი გაერთიანებული იყოს ეს ორი ეკლესია და აი რასაც ითხოვს რეალურად მართლმადიდებლური ეკლესია, ანუ რაც არის ამ ყოველთვის საჭირო, აი მაგ კომპრომისებზე რომ აი წამოვიდეს კათოლიკური ეკლესია. ცოტა რადიკალური ნარატივის რო ჩავწოთ, აი ხო ხსმენი ეგეთი რაღაცები, რომ აი ნუ რადიკალი ქრისტიანებისგან რომ ეს არის ბოროტის სიტყვაზე. არა, ყველა რელიგია არის სიტყვაზე ეშმაკის სახურება. გარდა მართლმადიდებლობის. გარდა, ანუ ამ ნარატივზე რას? კი ბატონო, აი მოდი ყველა რელიგიაზე, ოღონდ კათოლიკეებზე ვერ ვიტყვი ცუც, რომ როგორც მართლმადიდებელი, ანუ არ მინდა, ყველა რელიგია, რომ აი წმინდა სამების რო არ წამს და ქრისტეს ღმერთობის რო არ წამთ, ყველა რელიგია არის კი სატანისტური, ანუ კი მართლმადიდებლობის, ხო? ანუ რადიკალიზმი ოღონდ არაფერს უღოში არ არის, ოღონდ გეტყვი რატო რა? ნახე, სატანიზმის დეფინიცია, სატანისტის დეფინიცია დღეს გონიათ, ძალიან არასწორად გონიათ, რომ აი სატანას რო თაყვანს, ეგ არ არის სატანიზმის დეფინიცია რა. თავდაპირველი სატანისტები, ანუ ჩვეულებრივად, ანუ სატანიზმი მაგას ნიშნავს საკუთარი სურვილების განდიდება, ეს არის სიტყვა ეტიმოლოგიურად რა. და ნუ პეტრეს უწოდებს მაგალითად ქრისტე გამშორდი სატანა, როცა პეტრე უბრალოდ უთხრა რომ დაინდე საკუთარი თავი მოძღვარო რა და ამ შემთხვევაში სატანას იმიტომ უწოდებს რომ იგი უფლის ნებასთან მოდის წინააღმდეგობაში, ანუ უფლის ნებას და უფლის უზენაეს სტანდარტებს რაც ეწინააღმდეგება, ეს არის სატანიზმის დეფინიცია. ეხლა სატანასაც შეეხება რა. სატანა არ მოდის ადამიანთან აშკარად რა. აი ჩემთან რომ მოდის სატანა მაგალითად აი რომ მეუბნება აი სიტყვაზე ღამის 3 საათზე შაურმა გამოიძახი, შენ მეშხუბები მაგაზე, მაგრამ აი ღამის 3 საათზე შაურმა ჭამე, ანუ ეს არ მოდის ისე რომ აი ეს შაურმა შენ მე გატკენს მუცელს ან ვერ დაგაძლიერებს თელი რა. ძალიან როგორც ქალი ხო სიტყვაზე. აი ხორცი. ხო, მოა როგორც ლამაზი ქალის სახით, ხო ისეთი. ამიტომ აი ეს რელიგიებიც ანუ არ იქნება, ანუ იქნება აი ისეთი რა, აი ვითომ არა, ვითომ კარგი მორალი და კითხვა მაქვს ასევე, ჩაკითხვა. შენი აზრით ბოროტი ძალა უფრო ებრძვის კეთილს თუ კეთილი ბოროტს? აი როგორი თემაა რა, სხვათა შორის მე როგორც ადამიანს, კი ძალიან საინტერესო კითხვა, მე როგორც ადამიანს მაგ ანუ ჩემი დაცემული ბუნების ბრალია და ალბათ იქიდან იმის ბრალიც არის, რომ რაღაცა გული გახვევებული მქონდა რაღაც გარკვეული პერიოდი. ანუ ბევრად უფრო ანუ შენ ათეისტი იყავი მანამდე? კი, ძალიან დიდი ხანი ათეისტი ვიყავი, კი. რომელ დაახლოებით რომელ წლამდე? რავი, აი მთელი ცხოვრება, აი ხა 1 წელია რა. რას ამბობ? ვა, ძალიან ისეთი გარდამტეხი რამე თქვი ახლა. მართლა აი უფალი შეიხო. 1 წელია? და ეს მალე ამდენი ინფორმაცია და ამდენი ესეთი დონის ცნობიერება. მადლობა ღმერთის ყველაფრისთვის რა. აი მართლა უფლის ნება, ეხლა სასწაული არ არის რომელ კამერას მიმართ, რომ ნეო არის 1 წლის ქრისტიანი. 1 წლის ბოროტის დანახვა ბევრად უფრო მარტივია ჩემთვის რა. აი მართლა სიბოროტეს აი აშკარად ხედავ ასე რა. და რაც შეეხება აი ღმერთი ეგრე მოქმედებს რომ აი ამჟღავნებინებს რა ეშმაკს უნდა თუ არა თავს ეშმაკს უყვარს აი ჩუმჩუმელა და ქვეშ რა წყლის ქვეშ მაგრამ ამოწევს ხოლმე ზედაპირზე რა და ეს ხშირად ხდება რომ ამოწევს ზედაპირზე რა და აი ამ ყველაფერს ჩვენ უნდა მივხვდეთ რეალურად რომ არსებობს ბოროტი რო არსებობდეს სიკეთე უნდა არსებობდეს იმიტომ რომ ცალკე ბოროტს არ ახსევს სუბსტანციას იბოროტეს აი ხო არის წყარო უნდა იყოს ნიჰილისტი ტიპები ნუ ნიჰილიზმიც არა მარტო აი ხო არის ესეთი ტიპები ვინც თან დიდი პროცენტი რომ აი საერთოდ არც ვერც კეთილს ცნობს ვერც ბოროტს უბრალოდ ცხოვრობს რაღაც დინებას მიყვება რა არის ესეთი მასა კატეგორია ხო რაღაც არც ცნობიერების თემა ინტერესებს არც ქვეცნობიერის არც სულის არც რა ვიცი არც ფიზიკის არაფრის რა ცხოვრობს უბრალოდ ყოველდღიურად ჭამს სვამს იძინებს იღვიძებს მუშაობს აი ეს რა კალიბრია რა მასაა და შენ ეს რაღაცა დავიჯერო ნაპერწკალი არდევს მასში კითხვისა ან რაღაცა ძიების, ჭეშმარიტების ძიებისა?
აი გეტყვი აი არ გიჩნდება ხოლმე ეს კითხვა. აი ეს არის ძალიან ცუდი მდგომარეობა ხა შენაც აღწერე რა. ალბათ მეც ნამყოფი ვარ მაგ მდგომარეობაში. ნახე რატო არის ცუდი მდგომარეობა ანუ ღმერთმა შექმნაო ადამიანი ღმერთმა თქვა მოდი შევქმნათო ადამიანი ჩვენს ხატად და მსგავსადო რა წმინდა სამების იპოსტასები ერთმანეთს ჩვენს ხატადო და ხატება რა არის რეალურად რა აი ღმერთი ხო ჩვენსავით მატერიალური არ არის არამატერიალური მაგრამ ხატება არის რომ ჩვენ პიროვნებები ვართ ღმერთის პიროვნება ჩვენ გონება გვაქვს რაციონალური გონება გვაქვს თავისუფალი ნება გვაქვს და ანუ თავარი რა მორალური არსებები ვართ რა პოლემოციკული ამბობს ამას ხო რომ ღმერთის ხატება განმარტავს კარგად რა რას ნიშნავს რა და რადგან მორალური არსებები ვართ, ანუ ჩვენ გვაქვს ცუდის და კარგის გარჩევის უნარი რა, მაგალითად შენ, ან მე სიტყვაზე, აი ათეისტები რო ვიყოთ. მე და შენ არ გვჭირდება ბიბლიის წაკითხვა, რომ ცუდი და კარგი გავარჩიოთ რა. მაგრამ რა გვიხარია? მე და შენ, ანუ ეგ არის, რომ აი არანაირი წიგნის წაკითხვა არ გვჭირდება, მე და შენ ცუდს და კარგს გრძნობთ, იმიტომ რომ ღმერთის ხატად რო ვარ შექმნილი, შენ ამ როლს გინდა თუ რა, ხო, აიღოთ სიტყვაზე, მოდი ავიღოთ რამდენიმე ადამიანი, ვის დროსაც ჯული ვაფშე არ იყო, სიტყვაზე ავიღოთ ნოე ავიღოთ თავი აბრაამი და იობის სიტყვაზე რა. აი ნოეს დროს რა, ნოეს დროს წარღვნის დროს რო დაისაჯნენ ადამიანი, ესე ხო რელიგიური წესები არ არსებობდა კაცო. არ ქონდა, მაგრამ მიუხედავად ამისა ღმერთი ელოდებოდა ადამიანებისგან, რომ ცუდის და კარგის გარჩევის უნარი ქონოდათ, მაგიტომ დაისაჯნენ, ხო? ამიტომ ხო ეს მორალურობა არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ხატებებს შორის, რომ მორალური არსება ხარ, ცუდს და კარგს უნდა არჩევდე, მაგრამ შენ იმხელა თავისუფალი ნება კიდე უფრო მძლავრია ჩემი აზრით, რომ შეგიძლია დაიქნო, რომ საერთოდ ეგ ცუდს და კარგს რო არჩევ და საკუთარ თავს დააჯერო, რომ ცუდზე რო კარგია და კარგზე რო ცუდია, მაგრამ შინაგანად რო აღქმის უნარი არ ქონდა ჩემი აზრით. ხო, თან სუბიექტურობასაც ხო აქვს ხოლმე ადგილი რა, ყველა როგორ აღიქოს ცუდს და კარგს, ხო? ეხლა დღეს რაღაცა ტრენდი გახდა, რომ ცოდვას ეძახიან შეცდომას. არა, ვი ცოდვა აღარ არის რა, ცოდვა ვაფშე ცოდვა არსებობს, რო კითხო დღეს ადამიანებს რა არის ცოდვა. აი ეს როგორც ეხლა ჩაიცინე, ესე დაგცინებენ, რომ ეტყვი რომ აი რა ცოდ. აი ვიღაცას რო ეგ სიტყვა უხსენო, აი ცოდვა. უბრალოდ აი ესე უბრალოდ გააჟღერო ცოდვა. უბრალოდ ამაზე იწყებენ ხარ სიცილს ამაზე. აი იმ დონეზე მივიდა დღეს, ანუ ჩვენ თაობაზე ვსაუბრობ, ეხლა უფროს თაობებზე არ ვიძახ, თუმცა მანდაც არის ხოლმე რა რაღაც ლაფსუსები შეიმჩნევა. აი რა არის ეს საერთოდ? იყასო უფროს თაობაშიც რა, აი ნახე. შენ ხო იყავი სიტყვაზე ათეისტში რა. აი მე არასოდეს არ ყოფილი, მაგრამ ალბათ გეცოდინება რა ხდება მაგ შრეებშიც. კი, ეს არის აი წეგანაც დაიწყე, ეგ არის რეალურად საწყისი რა მაგის რა. რომ აი მოდაშია რომ სუბიექტურობა, ანუ სუბიექტურობაში რა იგულისხმება რეალურად, რომ ანუ ადამიანების გარკვეული ნაწილი ათეისტები ჯერ ეს ერთი ანუ სოფხედელობა დეფინიციურად საფუძველი არ აქვს რა ობიექტური მორალის, ამიტომ მორალზე ამბობენ რომ სუბიექტურია. რატო? იმიტომ რომ ათეიზმში, ნახე ჩვენ ღმერთი ყავს და ღმერთი ბუნების შესაბამისია სიკეთე და ნუ სიბოროტე გამოცალკევებული მისგან და სიკეთე სიბოროტეს ესე ვარჩევთ, მაგრამ ნახე ათეიზმში არის მორალი სუბიექტური. ანუ ნახე რას გულისხმობა. უზენაესი სტანდარტი ცუდის და კარგის გამსაზღვრელი არის შენი გონება და ჩემი გონება რა. მაგალითად შენ თუ თვლი რომ მკვლელობა ცუდია და მე თუ თვლი რომ მკვლელობა კარგია, არ შენ არ ხარ მართალი არც მე რა. ანუ იმიტომ რომ ჩემი აზრი შენი აზრის წინააღმდეგ მეტი არაფერი. და ღვთის სამართალი რეალურად შენი აზრით ადამიანის გონებით ახმადია? ანუ იცი რისი თქმა მინდა? ხო, კაი კითხვა. იცი რატო? აი ახმადია თუ არა, იმიტომ რომ ძალიან ყოველ დღე თითქმის აი პირდაპირ ხო არ შემოვედი იმითი რომ აი ამტო ხდება ეს, რატო ხდება ის, ხო ხდები აი კითხვის სათავე საიდანაც მოდის რომ აი თუ ახმადია რა. აი ძალიან კაი კითხვაა და მოდი აი დაუკავშიროთ ეხლა წეღანაზეც ვსაუბრობდით რა. აი მაგალითად აი ადამიანს საერთოდ არ ჭირდება ღმერთის რო გწამდეს, ეს არ მინდა რომ ვინმე არასწორად გაიგოს წეღანაც ვთქვი რა. ადამიანს არ გჭირდება ღმერთის რო გწამდეს იმისთვის რომ გაარჩიოთ ცუდი და კარგი რა არის რა. ეგ არის სხვა რაღაცა, ეგ ეპისტემოლოგია, ეგ სხვა რაღაცა, ონტოლოგია თითქოს დევს ჩვენში ხო რაღაცების გარჩევა. არა, არ გჭირდება საერთოდ რა, ანუ შენ ცუდს და კარგს შეიძლება ჩემზე კარგად არჩევ და ხარ აგნოსტიკი სიტყვაზე რა. ანუ მე ვამბობ რომ ცუდი და კარგი მართლა აი რო არსებობდნენ ონტოლოგიურად აი კარგი რო არსებობდეს მართლა ამისთვის გჭირდება უცვლელი უზენაესი სტანდარტი, თორე კარგი მაშინ გამოდის რელატივისტური შეფარდებითი და ვიღაცა გეტყვის ეს არის ჩემთვის კარგი და ანუ მართლა ანუ კარგი სუბიექტური. ეხლა რას თქვი რა ღმერთის სამართლიანობის აღქმა, ანუ რაღაცები ხდება და ადამიანი თulis რომ უსამართლოა რა. მოდი ეგ რო აი პრობლემა რო გადავჭრა ცოტა მარტივად ინტელექტუალურ არგუმენტს ვიტყვი და მე ცოტა ემოციურ ამბავში ჩავეძიოთ რა. ინტელექტუალური არგუმენტი არის ასეთი. ღმერთი თუ არსებობს შეუძლებელია რომ უსამართლო იყოს და გეტყვი რატო რა. თვითონ სტანდარტი ანუ ღირებულებების სამართლიანობას იკეთე ეს გამომდინარეობს მისგან რა. ჩვენ რო ვთქვათ ეხა მე და შენ სიტყვაზე რომ ღმერთი არის უსამართლო, ჩვენ გვჭირდება ღმერთის მიღმა რაღაც სტანდარტი, მისი საშუალებითაც ღმერთის განსხვავებით. ეგ სტანდარტი ლოგიკაც არ არსებობს რა. ანუ მართლა ფიზიკურად არ არსებობს, უბრალოდ ის კი არა რომ რაღაცა ანუ ვერ იქნება. ღმერთს
და არ შეუძლია რომ სამართლიანი არ იყოს რა, ანუ ღმერთი აღარ არის მაშინ. ღმერთი თუ სამართლიანი არის, ღმერთი დეფინიცია უკვე. ხო, აი ხო ხსმენია ხა ადამიანს რამდენჯერ მსმენია რომ აი დაუშვოთ ეხლა ჩემი ახლობელი გარდაიცვალა კიბოთი და ღმერთის სადი იყო და საწყალმა როგორ იტანჯა ძალიან ძნელია მესმის აი რაღაცები არის რასაც ვერ ახსნი მაგრამ ბიჭო მოდი რა მეორე მხრიდანაც შევხედოთ რა ადამიანის გამოგონილია ხო ის გამონაბოლქვი რაც კიბოს იწვევს ადამიანმა გამოიგონა ხო სიგარეტი ადამიანმა მოუკიდა ადამიანმა გააშენა ქარხნები რომელიც აი ამ ბოლს და იმას იწვევს ხო 1000 კარცინოგენებია და მთელი ამბები საკვებში ხო ამითი უქმნი შენ ჯანმრთელობას პრობლემას სხვისასაც ხო ისევ შენი თავისუფალ ნების ბოროტად გამოყენების გათვითცნობიერებულად თუ გაუთვითცნობიერებლად ხო და მე შენ მიდიხარ და ღმერთს აბრალებ რომ აი ღმერთო რატო მოგვივლინე ეს განსაცდელი კი შეიძლება რაღაცა ღვთიური სამართალი ღვთიული რაღაცა ჩანაფიქრიან რაღაცა იყოს ამ ყველაფერშიც ხო, მაგრამ ძალიან აპელირებენ ამითი რა, აი ვიღაცები სხვათა შორის თვით მორწმუნეებიც კი. ვითომ მორწმუნეს ვეძახი, იმიტომ რომ რეალურად შენ თუ მორწმუნე ხარ, ერთი კითხვა არ უნდა დაბადო, რატომ მოხდა რამე. იმიტომ რომ ერთით მისღერიც არ ჩამოვარდებაო ხო ქრისტეს და უფლის გარეშე ხო? შესაბამისად ძალიან ბევრი რამე მართლა მენმეიდია პრობლემებისა რა, რაც კი პრობლემები არსებობს, უმეტესობა ჩვენ შევქმნით, ხო? 64-ში პრობლემა იყო, არ იყო, ხო? აი, ძალიან კაი კითხვაა რა. აი, ნახე, კარგად აღნიშნე, რომ ხო ზოგადად რა, ანუ როგორ შეგიძლია რა, რომ ღმერთს მიინდო რა, ღმერთთან ურთიერთობით ხდება ეგ, მაგალითს ავიღებ რა. მაგალითად ყოფილა ეგეთი რაღაც, რომ ღმერთისთვის რაღაც მithოვია და ანუ არ გაცემულა ჩემს ლოცვას პასუხი ხდება რა. შეუსმენელი ლოცვა როგორც იყო. შეუსმენელი ლოცვა, ну რაღაცა მithოვია, ну მეგონა რომ ну ეს მჭირდება ეს რაღაც რა, მithოვია და ну აი რაღაცაც ის ჩავარდნილ ლოცვა მდგომარეობაში. ყოფილა ეგეთი შემთხვევა რომ მიმიღია ეგ რაღაც რა და რომ მიმიღია ეგ რაღაც, ანუ ისე ბოროტულად მოუქცეულ ვარ, ანუ რაღაცა ჩემი ანუ ისეთ მდგომარეობაში ჩამიგდია ჩემი თავი რომ აი რაღაცა ღმერთს დავშორებულ ვარ რა და აი მე მივხვდი ეს ბევრჯერ ყოფილა ყო მართლა რა და მე მივხვდი რომ აი ღმერთის განსჯა არის ძალიან სამართლიანი რა ჩვენ ჩემზე უკეთესად იცის რომ როგორი გული მაქვს რა ჩემზე კარგად იცის კიდე ამიტომ აი ეგ რაღაცა თან რამდენად მოდის ნუ ეხლა ცოტა ისეთი კითხვა მაგრამ რამდენად მოდის იმაში აი ღვთის კანონები, სიტყვაზე ჩვენ კანონებთან, ხო? აი ერის კანონები, რაღაც მართლმსაჯულება და მისი შენეზრით ამდენად რელევანტურია ღვთის სიტყვასთან. აი როგორი თემაა ისი რომ აი არსებობს, აი რაღაცა არსებობს, აი სიტყვაზე პოლიციელი მომსდევს ან რაღაცის გამო ხო ხვდები რა, როდესაც ანუ ქრისტე არ მომსდევს სიტყვაზე ან უშუალოდ როგორც სიტყვიან, აი ხო ჩემი დანაშაული ჩემივე სასჯელია, ხო? ხო, სხვათა შორის აი მთავრობების მიმართ რა, ანუ ესე აი სახელმწიფოს მიმართ მორჩილებაზე ქრისტე მოგვიწოდებს ხო რაღაც დონეზე გვეუბნება რომ რაღაცა აი დაიმორჩილეთ იმ ძალას და ნუ აი ასე შემდეგ. მაგრამ აი როგორი თემაა ისი რომ აი ეს კანონები ჩემი აზრით რა, აი სიტყვაზე ეგ მორალური კანონზომიერებები ანუ უშუალოდ ესე აი ყველაზე ისე რომ განვიხილოთ ფუნდამენტურად, ანუ დიდი ის არ არის რა, ანუ კი ბატონო აი ხდება ყველა და მაგას ვერ უარყოფს და ანუ კი ეთახმება. ჩემს პრობლემა და წინააღმდეგობა არის უშუალოდ იმაში, რაც ქრისტემ გააკეთა, გამოხსნა ჩვენი რა და აი მორალს დიდად არ ებრძვიან რა ქრისტიანობის ებრძვიან ქრისტეს თვითონ. ქრისტე რო გადარჩენის გზა, აი ეგ არის საბოლოო ბრძოლის. ეგრე ვინმე ებრძვიან როგორც ქრისტეს? არავის. გინახია სადმე რომ ვინმე აი მუჰამედი ან რაღაცა ისლამს ებრძვა, აი ისლამს უშუალოდ ისლამზე შეტევა ან რაღაცა ბუდიზმზე შეტევა ან ხო რაღაც შეტევები კი ბატონო, მაგრამ აი ამ ინტენსივობით. ამ ინტენსივობით უშუალოდ ქრისტიანებს, უშუალოდ აი ამ ღვთიური რაღაც სიტყვაზე ამ ყველაფრის გაშარჟება, ამ ყველაფრის ირონია, ამ ყველაფრის მასხრა დაგდება, აბუჩა დაგდება. ხო. რო იტყვიან ხო აი რაღაცა სიულმე ყველანაირად გაათახსინონ ღირებული რამე, ხო? ბევრჯერ გვინახავს თან ჩვენ, ანუ ესე აშკარა შეტევები. უბრალოდ ვინმე დამისახელოს. რას ებრძვიან ისე როგორც ქრისტეს და ქრისტიანებს და მართლმადიდებლებს და ხო და აი ამას აი ურწმუნო, აი ცოტა რომ ეზარება, აზროვნება, ანუ რაღაცა თავისი მძიმე მდგომარეობა, რაღაცა არ არის, ანუ ჩვენს გვაქვს ყველას ჩვენი პრობლემები, მაგრამ ფიქრობს ამაზე რომ აი მე რა მოხდა და თქვენ ფანატიკოსები ხართ და ანუ რეალურად ანუ ვერ ხვდებიან ადამიანები, ანუ ის რომ ჩვენ ქრისტეს კი არ ვიცავთ, კაცო ქრისტეს რა უნდა ჩვენი დასო პირიქით არის რა ჩვენთან ურთიერთობაში ისახეთ რა, ვიცავთ ჩვენ. მაგრამ ანუ რეალურად რა ხდება, ისი ქრისტეს კი არ ვიცავთ ჩვენ
ამ შემთხვევაში რაზეც ანუ აღშფოთებით ხოლმე ქრისტიანები როცა მსგავსი რაღაც ხდება აშკარა მიმართული ხო შეტევა და დაცინვა და ასე ვთქვათ. კი, არა მარტო ქრისტეზე, მათ მის წარმომადგენლებზე. კი, რა თქმა უნდა, ეგ რო ხდება, ანუ ჩვენ ამ შემთხვევაში აღშოთ იმაზე რომ ანუ აი სხვა ადამიანები ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება შეაცდინოს ამან და ცოდვაში ჩააგდოს რამე ჩვენგანაც რაღაცა თითქოს პირიდან თეთრი ქაფის დით, როდესაც აი ეს ძალა, ქრისტეს ძალა, ეს სიყვარული, ეს სათნოება, ეს თამდაბლობა მაღალ დონეზეა რა. ანუ მოწოდების სიმაღლეზე თუ ამათ ზდით პირიდან თეთრის ქაფი, ხო? აი იმიტომ რომ არიციან რა ქნან, როგორ შეუტიონ. საიდან და მაგრამ ვერ გატეხავ. კი, ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთობა რა, სხვათა შორის მორწმუნეებს გვაკლია ეგ რა, აი ხუცვალ დრო ვისაუბრო რა, აი მაგათ აქვთ ეგ რა, აი მაგ ბოროტებებს რო, მაგათ ძალიან დიდი ერთობა აქვთ რაღაცა ერთად რაღაცა და ორგანი რაღაც იბოროტეს, მოგვიწყობენ ისეც რომ რაღაცა და ბიჭო, აი ქრისტიანებს რაღაცა გვაკლია რომ აი თვითონ ერთმანეთში ხო ერთად ვიყო ხო არ ვართ აი რატო დავიხმაროთ ერთმანეთს აი ეგეც ანუ როგორი თემაა ნახე რა აი ეგეც არის რომ ეგეც არის აი მაგ ჩვენი ნაკლოვანებების და ცოდვების ბრალი რომ აი ამ პარტავნობა აი ამ პარტავნობა შეიძლება იყოს აი რაღაცა ანუ აი სრუმის მომენტი რომ არ გვაყიდა ერთმანეთის მიმართ რა აი რაღაცა ცოტა გულსივები ხდებით ხანდახან და ეგ არის რომ აი ერთმანეთზე სრუმა გაერთიანება და ერთობა ძალიან მაგარია კი მაგრამ აი რაღაცა რატო ხდება მაგალითად ჩვენში აი ესე ხშირად რა რომ რაღაცა ერთობლიობა გვაქვს ხოლმე როცა გვჭირდება კოლექტიურად რაღაცა ერთად ვართ მაგრამ როცა რაღაცა ესეთ საკითხებში ჩვენ რაღაც მოვიკოჭლებთ ხო რატო კი იმიტომ რომ ამ საკითხში ერთად დგომა გაგვჭირდება ყველაზე მეტად რატო ეხლა რა ანუ ეხა აი როგორი თემა იცი რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი რაშიც ერთად უნდა ყოს შესაბამისად ყველაზე დიდი წინააღმდეგობა ეშმაკისგან გვექნება აი ამ საკითხში და ნუ აი უფლისწყალობით უნდა დავამარცხოთ ეს ყველაფერი რა აი აუცილებელია მართლა რომ ერთმანეთს გვერდში დაუდგეთ აი ეხა ჩვენი სიტყვაზე როგორც გვერდში უდგავართ ერთმანეთს ისე აი ქრისტიანებმა ზოგადად ეკნან რომ აი გაერთიანდით რაღაც აი ბევრი კომუნიტი გააკეთეთ, ჯგუფები გააკეთეთ, ერთმანეთს უფალზე რო ვისაუბროთ, ერთმანეთს რო დაეხმარებით რა იყოს ქრისტიანებში, ეგ ერთობა და ეგ ერთობა რო იქნება, ანუ აი ყველაფერი ბევრად უკეთესად წავას. კი, ანუ შენაბობ რო აი რაღაცნაირად კოლექტიური ცნობიერება, ხო? აი ჯამში. კი, აბა რა, აი მე ანუ როგორი თემა იცი რა თქმა უნდა კაცო აი ქრისტერასაც ამბობს რა მეორე მოსulis წინა პერიოდში რომ ნუ დევნა იქნება რა თქმა უნდა ქრისტიანების რთული პერიოდი იქნება შეიწვრიან სიურნი ძალნი და ნუ რაღაცა იქნება ეს სპეციალისტი მეგონი პროცესები არის ხო ხო ნუ რაღაცა პროცესებს ხედავთ ანუ გასაგებია რომ ეს სულ რაღაცები მოხდება მაგრამ აი ამ სუდში აი მით უმეტეს როდესაც ველოდებით რომ რაღაც შეიძლება ისეთი მოხდეს რა სერიოზული ხო ნებისმიერ მომენტში შეიძლება რაღაც მოხდეს, ანუ მით უმეტეს ერთობა გვჭირდება რა, ანუ ქრისტეს, ანუ ხო ეს არის ჩვენი ერთნი ვართ უფალში ხო ასეა და ძმები ვართ, ამიტომ ხო რა, აი ეგ არის მნიშვნელოვანი რომ აი გავერთიანდეთ და ისე ზოგჯერ არ ქონია ეგეთი შეგრძნება რომ აი ან ფიქრი რომ ადამიანი რა ზოგჯერ აი ალბათ ეგეთი რამე ხსმენია რომ პირჯვარს იწერდა ეშმაკიო ადამიანს ხო შეუძლია ზოგჯერ რაღაც ისეთი მოიმოქმედოს, ან ისეთი კაცობრიობა ისეთ რაღაცებზე წავიდეს, რაზეც ეშმაკსაც კი პირობითად თქვათ რა, მოდი პირჯვარს გადააწერინებს რა. აი რა სიტყვია ესეთ რაღაცებზე? აი სენსიტიური თემაა, მაგრამ აი ვერ გავექცევით რა, კაცობრიობა დღეს ხდება ძალიან ბევრი რამე. ძალიან მძიმე რაღაცები ხდება რა. ეხლა ჩვენ როცა ვსაუბრობთ, ხო, უამრავი ადამიანი კვდება ბავშვებიდან დაწყებული ომია, ხო, ბოლო-ბოლო. ძალიან მძიმე ვითარებაში ვართ რა, რეალურად. უბრალოდ მე და შენ ეხლა უშუალოდ მადლობა უფალს რომ გვაქვს ამის ფუფუნება, რომ ეხლა მშვიდობ ზივართ და მისი წყალობით აქ ყველაფერი კარგადაა, ხო? აი რატო მიდის ადამიანი ამ გაბოროტებაზე ისეთ დონეზე რომ თვითონ ეშმაკიც კი პირჯვარს გადაიწევს აი ღმერთს კარგავს და ღმერთს არის გამოცალკევებული ეშმაკი მოხდება ანუ ხდება უარესი ვიდრე ეშმაკი არა აი როგორი თემა გეტყვი რა ეშმაკი თანამოქმედებს ანუ ადამიანების საშუალებით მოქმედებს რა რეალურად ეშმაკი ამას აკეთებს ხშირად რა ეშმაკს არ შეიძლება ეხა სხვათა შორის არსება ვისაც აი ადამიანი იმ დონეზე ეზიზღება აი რო იცოდე როგორ ეზიზღები რო აი შეგაში ეგ არის ეშმაკი ეშმაკს იმ დონეზე ეზიზღება თითოეული ჩვენგანი ეხლა როგორი თემაა რა ეშმაკს რა შეიძლება ეშმაკის ძალაუფლება ეხლა ამ შემთხვევაში არის შეზღუდული რომ ნუ ღმერთი იჭერს რა მაგრამ
დადგება პერიოდის მეორე მოსვლის პერიოდი როცა დადგება, როცა იქნება, არ აკვირშეს როდის იქნება, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ როცა იქნება, ანუ თელი ძალაუფლებით, ანუ რაღაცა გამოამჟღავნებს თავის სიძულვის ზიზღს და ანუ თავის სიბოროტეს დაანთხევს რა და ეს ეშმაკიანის თვითონ აი იმ სუბსტანციის გარასაც იკეთია და ღმერთია, ყველაზე მეტად გამოსალყევებული ვინც არის, ეგ არის ეშმაკიდან ის დაცემული ანგელოზები რა დემონები და შესაბამისად აი ეს სიბოროტეები ანუ არ მიკვირს იდეაში ადამიანისგან რატო არ მიკვირს გეტყვი რა ეხა მე როგორც მორწმუნეც არის რომ ჩემ თავში ვხედავ ძალიან დიდ სიბოროტეს აი ღმერთი რო არ მიცავდეს ხო ვიქნებოდი აი ისეთი გულქვა და ისეთი ბოროტი რომ აი მართლა აი შემეშინდებოდა რა ეხლა აქედან რო უყურებ და ჩემ თავს საკუთარ თავში დაგინახია ბოროტი აი ძალიან ხშირად რა აი სხვათა შორის რაც მეხმარება ღმერთთან ურთიერთობაში არის ეგ რომ ხედავ და მოგწონს მეც აი ძალიან რომ ათვიცნობიერებ რომ ბოროტის რაღაცას აკეთებ რა კი ვაცნობიერებ და ეგ მეხმარება ძალიან მნიშვნელოვანია და ეხლა წარმოიდგინე რა შენ აიღე სიტყვაზე ეხლა მე და შენ რა მოგვივიდა რაღაც ბოროტი აზრი რა და ეხლა მე და შენ ბოროტი აზრი რო ქმედებაში აქტუალიზება რო არ მოვახდინოთ აი ლოცულთ უფალო იესო ქრისტე აი მოგვაშორეს ბოროტი აზრი დაგვეხმარეთ ხო რა აი შენ წარმართე ჩვენი ფიქრი მაგრამ წარმოიდგინე ეხლა ათეისტი რა რო არის ვაზე არ არის ხა რა გააკეთე ის ბოროტი აი მანდ რა კითხვა მებადება ნახე რა აი ესეც ის ბოროტი აზრი გონია მარტო თავის ვერ წხვდება რომ გარი წყარო აქვს რა მაგრამ ნახე შენ თუ გონი მე გააკონტროლე ბოროტ აზრებს და ბოროტ ქმედებებს ხო მიყავს იგი ისეთ ჩიხებში და ისეთ განსაცდელებში რომლიდანაც ვეღარ ამოდის ხო? ნუ და მე ყოფილა ბევრი შემთხვევა ისეთი რომ ღმერთო შენ მიშველე და ზუსტად ათეისტები არავინ ისე როგორ ვთქვა აი შეგეცოდოს შეიძლება იმ დონეზე იმ დონეზე არიან თითქოს დაჩაგრულები ცხოვრებისგან არა და თავისთავად თვითონ დაჩაგრეს რომ თხოვენ ღმერთს მე მგონი ესე არ თხოვდა არც ერთი წმინდანი უფალს ვედრებას როგორც შეიძლება ათეისტმა თხოვოს როცა განსაცდელში მძიმეში ვარდება და რეალურად ბევრჯერ მიფიქრია რომ вообще არსებობს ათეისტი ანუ იცი რა გაგებით იმიტომ რომ მგონია რომ ღმერთი თითქოს ყველასთან ახლოს არის რა მიდის რა აი ყველა ათვიცნობიერებს რა მას ათვიცნობიერებს როგორ მის არსებობას ყველა არსებობს ცოცხალი ადამიანი ყველა ანუ არსებობდეს შეიძლება ათეისტი ინტელექტუალურად რა გითხრას რომ ათეიზმი არ არის ჩემთვის აი პლოზირება არ არის სიმართლე მაგრამ ესე აი არსებით დონეზე რომ აი ვიღაცა არსებობდეს ესე ათეისტი რა არსებითად არა ინტელექტუალურად არსებითად არა ჩემი აზრით მართლაც აი ნებისმიერი ქმნილება საბოლოოდ კიდე პირდაპირი გაგებით კიდე ისე ანუ რაღაც აი ყველა ვარიანტში საბოლოოდ ღმერთის არსებობამდე მიდის რა ანუ კი შეიძლება ესე ინტელექტუალურად არიაზრებდე ვერიაზრებდე მაგას მაგრამ ყველა ვარიანტში სხვა არის რაღაცა ესეთი ისინიც რა აი ხა ბოლო დროს ხდება ხოლმე რაღაცა შუმერული მითოლოგიები და ჩამოვიდნენ და რაღაცა ნუ პოპულარულია რა ეხა ახალგაზრდებში თითქოს რაღაცა ესეთი ახალი თეორიები გაჩნდება ხოლმე ან შეიძლება ძველიცაა მაგრამ გადამღერებული ან სულ ახალი ან არ ვიცი რა და ეს შუმერები ჩამოვიდა ესეთი რაღაცაც მსმენია რომ ალბათ ესეთი ისიცი ხო DMT ესეთი ნარკოტიკი ხო დრაგი მაგრამ ხო რომ აი მოსეო როცა ხეები იწოდაო ხო გახსოვს რა ხო ხვდები რასაც ვიტყვი ეხა ხო მოსეო როცა ხეები იწოდაო იმ ხეები ნუ რაღაცა მცენარე იყო რომელშიც DMT იყო და მისი შესუნთქვაო იწევდაო მისში იმ ტრიპსო რაც მე ესე ღმერთებს ახვედრებდა და ამას დაზუსტებით ყვებიან რა და ამას აი გიმტკიცებენ რომ თითქოს ესე იყო რა მოსე ხო ხვდები და DMT-ებული იყო იქ ისეო ეგ ესეო და რაღაც ახალი თეორია რაღაცები შემოდის რა ეს შუმერების მჯერა და რა ხსნას ეხა ყველას აზრს მივესალმები არა ესეც უნდა განგვეხილა იმიტომ რომ რამდენი ადამიანიცაა იმდენი შეხედულებებია ხო იმდენი ყველა მიილტვის რაღაცა დაფარულისკენ რა რაც არ არის სიტყვაზე მაგრამ როგორც ღმერთი ამბობს ხო არ არის დაფარული რაც არ გაცხადდება ხო და რეალურად ფარდა აეხდება ყველაფერს რა შეგჭირდება შენ რეალურად ამის ესე საჯარო ძიება აი ეხლა რაც თქვი რა ეს თეორიები და რაღაცები აი შენ ხო ხსმენია რა ვისასმენია ან ბევრი ისეთი შუმერი ისეთი მაიმუნის ნაჯვარი და ევოლუცია და აი ნახე როგორი თემა რა აი
ზოგადად ამ შემთხვევაში ანუ ბევრი თეორია ანუ რა თქმა უნდა ანუ მინდა რომ პირველში გამიმიჯნოთ რომ ძალიან დიდი განსხვავება ანუ განსხვავება რაღაც გულს ანუ შეიძლება ადამიანს რაღაცის გჯეროდეს და რაღაცის გწამდეს ანუ ეს ერთია და იმდენად რომ რაღაცები მე იჩითება რა აი როგორი თემა იცი რომ არგუმენტები გეჩითება ორი სხვადასხვა რაღაცაა რა რის გჯერა და რის ამსა რაც რეალურად არსებობს რა ანუ ყოველთვის შენი რწმენა და შენი სიჯერა არ ემთხვევა ის რაც რეალურად არსებობს ეხა ჩემი პატარა ძმას სიტყვაზე თუ ჯერა 2+2 7-ია არა ახ მაგას მიშ ჯეროდეს მაინც 2+2 მაინც 4-ია რა იმდენად ეგ რაღაცა თითქოს იცი რასთან მივყავართ პლაცებოს ეფექტი გაგიგია აი რაღაც დაახლოებით ხო რა ისე მჯერა რომ მე ამით საკუთარ ინდონეზია აჯერებ რომ აბანო ხო და წარმოიდგინე ახლა მე კიბო ჯვარი მწერია მაგრამ სიტყვაზე რაღაცა დაავადება მაქვს და მასმევენ წამალს რომელიც არის ცარცი მაგრამ ვიკურნები ეს იმიტომ რომ მე დავიჯე ჩემ ტვინმა დაიჯერა ხო ხვდები და არის ეგეთი მართლა არსებობს ეგეთი ისტორია ამერიკელზე ამერიკელი კაცი რომელმაც 4-ჯერ კიბო დაამარცხა და 4-ჯერვე დაიბრუნა ანუ კაც რომელსაც მისცეს აესე რაღაცა არარსებული პრეპარატი რომელიც უთხრეს რომ შენს კიბოს დაასრულებს მიიღო განიკურნა ამ დროს არარსებული პრეპარატია დაიჯერა რა მე დაიწყო ისე რომ დაემართა ისო კიბო როცა უთხრეს რომ ეს არ იყო ის რაც გეგონა მე ისევ და ეს ტრიალებდა 4-ჯერ ბოლოს მოკვდა მაგრამ რას გვეუბნება ხო ეს რომ აი თუ დააჯერე ხა შენ თუ რეინკარნაციის გჯერა ხო შეიძლება რაღაცები ტვინის თამაში უყვარს ცნობიერებას ხო ხვდები 1000 შრე აქ რა შეიძლება ისეთ გაუყოლო თან ეშმაკს მეტი რა უნდა შემოვიდეს ამეთი ისარგებლოს და ვაფშე აგრიოს რა და მე გალაპარაკოს ზოგჯერ კაი რაღაცეები ზოგჯერ სიბრძნეები, მაგრამ რეალურად მიყავხარ ძალიან ცუდ გზაზე. ხო, აი რწმენა არის ძალიან მაგარი რაღაც რა მართლა. ოღონდ ბრმად რწმენა არის ძალიან საშიში რა. მაგალითად ქრისტე რო სასწაულებს ანუ მოახდენს, ანუ ყოველთვის ანუ აი ძალიან ხშირად რა ქრისტეს როცა უნდა ისე მოახდენს სასწაულს, მაგრამ ითხოვს რა ხალხისგან აი რწმენას რა გააღწმენა რომ შემიძლია წამს, იმიტომ რომ რწმენა არის შენი აი ღმერთთან თანამოქმედება, აი ღმერთი აი ხელპატიმს ხვევს, აი წამს. მე კი შემიძლია ისე მოახდე, მაგრამ აი წამს ის გჯერა და იქ არიან მცირედ მორწმუნეების რომ აი ღმერთო აი ჩემს ურწმუნოებას აი ისა ღმერთო თუ შეგიძლიაო განყურნეო და თუ შემიძლიაო ისა ისო ეუბნება რას ვე თუ შემიძლიაო შენ ისიც ხო გსმენია რომ გსმენია რა ანუ ეგეც ხო ფაქტია რომ შეიძლება ადამიანი ვერ დაიტიოს ღვთის მადლიც კი ხო? ღვთის სიყვარული ვერ დაიტიოს. კი, ნახე, ჩემი აზრით ღვთის სიყვარულის დამტევი ეხა თავიდან ბოლომდე არ არსებობს რა, 100%. უზომო, ხო იცი აი რაღაც ძალიან ბევრი კარგის რო აი ბევრი ისა შაქარი ტკბილდებაო თუ წარდებაო ბევრი ტკბილიო თუ რაღაც ხო ხვდები რა, შეიძლება ჩვენთვის მოხდეს. ვერა ხო, ვერ არის რა. საშა აი შეუძლებელია, იმიტომ რომ აი ეს უზღავი სიყვარული, იმხელა ენერგია რა, რომელიც გათფობს ხო, აი წვავს რონამე რა, ანუ აი ეს იმხელა აი ჩემი აზრით აი მდგომარის ცოდვების განწმენდისგან აი ქრისტემ რო არაც გაი საბოლოო განწმენდისგან ხო, ანუ ჩვენ წმინდანები რო ვიქნებით უფალში რა საბოლოოდ რა აი მაგამდე ჩემი აზრით სრული სისავსით ვერ დაიტოს, მაგრამ რა თქმა უნდა მიგრძვნია კაცო ღმერთის სიყვარული ბევრჯერ და ყოველდღიურად გრძნობ, მაგრამ სრული სისავსით ამის დატევა ჩემი აზრით ადამიანს არ წაუწამს. ისეთ მომენტებში ხო გიგრძვნია რა, აი საერთოდ მოულოდნელ მომენტებში ხო? აი მინდა ასევე ვისაუბროთ რა იმ თემაზე რა, ჩემი საყვარელი თემაა ეს რა, მადლი. ძალიან ბევრი ემოცია ერთმანეთს გაავს და ეშლება ადამიანს ხო სიტყვაზე რაღაცა კმაყოფილება ეშლება ბედნიერებაში, სიხარულის ბედნიერებაში ეშლება რაღაცები ხო ვნება ეშლება სიყვარულში და არის რაღაცები რაც შეიძლება შეეშალოს ადამიანს რა მაგრამ მადლი ისეთი გზნობაა ხო თითქოს ვერაფრისგან ვერ შეგეშლება რა აი რაღაცა განსხვავებული გზნობაა მადლი ნეტარება ხო ხვდები რაღაცა აი მინდა რომ ჩავშალოთ თვითონ მადლის თემა რა იმიტომ რომ ბევრ საუბრობენ რელიგიაზე ღმერთზეც მის სიტყვაზეც მაგრამ აი მადლზე უშუალოდ ბევრი რამე არ თქმულა და ჩვენ ჩავშალოთ რა რამხელა საოცრებაა ძალიან დიდი საოცრებაა და სასწაულის დასტურია ანუ თან როგორი თემა ნახე რა ეხა ეგ რაღაცები რაც აიღე ღირებულებების სიყვარული შეიძლება ნებაში აერიოსო ძალიან კაი რაღაც თქვი და გეტყვი რატო ნახე ეგ არის ხო ვიცი ჩვენ რომ ეშმაკი ყოველთვის ცდილობს ღმერთის აი თავდაპირველი ქმნილების იდეალური ქმნილების ღირებულებების დამახინჯებას თავისებურად ხო თან ისე ჭკვიანურად რა რომ ვერ გაარჩევ რა გიჭირს რა გარჩევა
რაც შეეხება მადლი არის როგორი თემაა ნახე პავლე მოციქული გეუბნება რომ თქვენ მადლით ხართ გადარჩენილები რწმენის მეშვეობით ანუ მადლი არის ის რამაც გადაღორჩენა რაც გულისხმობს ანუ მე გადარჩენას ესე არ ვიმსახურებ ჩემი საქციელებით იმიტომ რომ მე არ ვარ მე ცოდვილი ვარ და მე ვიმსახურებ ჯოჯოხეთს რა მაგრამ რადგან ქრისტე კვდება ჩემთვის ანუ ქრისტე იღებს ჩემს ცოდვებს ისე უყვარვა რომ აი ჯვარზე ჩემი ცოდვები მან იტვირთა საკუთარ თავზე ამიტომ მე ამ შემთხვევაში ვხვდები მისი რწმენით მასთან ერთად უსასრულობაში თუ მას მივიღებ როგორც უფლად და გადამრჩენელად და ნუ მინდა რა თქმა უნდა აი ილია ჭავჭავაძის ხო ძალიან აპელირებენ ხოლმე რა დღეს და მოყავთ რა რაღაც მაგრამ ბიჭო არავინ არ ბაძავს მაგაში რაც მაგან თქვა რა ყველაზე მთავარი რამე თქვა ილია ჭავჭავაძემ ახალგაზრდობა ხო ძალიან უყვარს ეს ილია რა აბა დღეს მე ვის რა ვარგე ხო ყოველდღიურად ჩვენსავს კითხო ხო აბა დღეს მე ვის რა ვარგე ანუ ეხა რა შუაშია ეს ხო დავაკავშირე რომ ამას თუ კითხავ და ამას ცნობიერში ჩაიდებ რომ შენ ეგეთი იყო რომ ვინმეს რამე არგო მადლი მოგდის გაიგე მადლი შემოდის შენში და ხარ მუდმივ პროცესში მადლის მიღებისა და გაცემისა სიკეთისა ხვდები რაც აი ხა ვერ ხვდები რატო ვერათ ვიცნობიერებენ ამას კარგად რა დღესთაობა და ეგ მადლი ილია ჭავჭავაძეს აქვს ყველაზე კარგი ფორმულა კითხვით ანუ ხო ხვდები კითხვით მე ესე გავათვიცნობიერე რომ კითხვის ფორმით აგვიხსნა მადლის მიღება ესე კი არა რომ მადლი გინდა მიიღო აკეთე სიკეთე არა ხელოვნებაში ჩააქსოვა აბა დღეს მე ვის რა ვარგე და თუ ვინმეს რამე ვარგე მე ამით მადლი მივიღე ხო რაღაცას გავიხსენებ ხა უღოთ არ მინდა არანაირად საერთოდ არანაირად არ ვიკვეხნი და საერთოდ არანაირად არ მინდა ქულების ჩაწერა უბრალოდ რას გზნობდი მინდა აუხსნა რა როდესაც ერთ დღეს უბრალოდ აი რენდომზე უბრალოდ მომივიდა რომ მოდი დღეს დავეხმარები ადამიანებს გარეთ გავალ და ყოველ გაჭირებულს რა 5 ლარს დაურიგებ სიტყვაზე რა პირობითად და მართლა ვქენი საოცრება რა არიცი ყოველ მისვლაზე და მიცემაზე ხო და აი ამ დალუცვის მიღებაზე ხო რაღაცა გზნობა მეჩითებოდა მე მიდიოდა ესე სტაბილურად ნელდებოდა და მე ისე მიბრუნდებოდა აი ყოველ გაცემაზე სასწაული არ არის აი 50 ნუ დავშალე სიტყვაზე 50 ლარი და 5-5-ად მეთქი დავარიგი პროსტა რენდომზე იდეა მომივიდა და გავაკეთე 6-7 წლის წინ და აი მანდ მივხვდი კიდე მანამდეც ვიცოდი რაღაცებში გძნობდი ახლა ვის არ უგზნია მადლი ხო შეიძლება ზოგმა ვერ გაათვიცნობიერა რა არის ზოგმა გაათვიცნობიერა მაგრამ კი აი შენებურათაც მინდა ამიხსნა რა მადლი ძალიან მაგარი რამეა წარმოიდგინე მუდმივი მადლი არსებობს მუდმივი ნეტარება აი როგორი თემა ისი რომ აი ეგ 60-ში რა თქმა უნდა რა ანუ აი მაგას რო სუგზნობ 10 ჯერ მეტად აუ სასწაული იქნება მაგრამ ნახე როგორი თემა ეგ სხვათა შორის ძალიან ყველა დაგეთახმება მაგაში რა ეხა ისეთი რაღაც ვიყო რომ აი ადამიანს რო დაეხმარება ისეთი შეგრძნება აქვს რა აი მართლა აი რაღაცა იმ დონეზე ახარებს რა აი წარმოიდგინე ღმერთის თანამყოფობა არის რეალურად ეგ რომ აი გახარებს რა აი სხვას რომ მიეხმარე და ეხლა როგორი თემა იცი რთული რა არის იდეაში რთული არის აი მაგ მდგომარეობიდან მისვლა მიღწევა ანუ ხო ხდები ხანდახან ადამიანი გასცემს უძად ხო ჩაირა ლიშბი გაცეს ხო გასცემ მე აი მე უკვე კარგად ლიშბი არ გაცეს მაგამდე ეშმაკია გეტყვის რომ ვა მიდი კაცო შენთვის მოიხმარე შენი გაისწორე ეს ხო ეგოისტურად რო გასცემ მე აი უკვე ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდება მაგრამ ესეთი რამეს ხო არის გასცემს მაგრამ თან აი რას თქვი მაგრამ თან არ უხარია ისე რა ხო ან მე აყვედრის ხო ეგეც ეგ არ არის წველი ხულდას აი სიტყვაზე მე შენ დაგიდექი გვერდში ნეო რა აი ძალიან მაგარ რაღაცას მინდა შევეხო ხა რა და მაინტერესებს აი გამოსავალი ან როგორ შეიძლება აი ძალიან ხშირი პრობლემაა ეს აი მაგალითად ადამიანს პატივცემს სიყვარულს გასცემს სანაცვლოდ ვერ იღებს სიტყვაზე მე შენ ყველაფერი გაგიკეთე ჩემი გული ამოვიღე ჩავდე და მოგეცი შენ ვერ მიფასებ უმადური ხარ სიტყვაზე ერთი კვირა ორი კვირა ერთი თვე ორი თვე ვერ მიფასებ პირიქით ღორდები და მეცვთხო როგორც ემოციურად ასევე ფიზიკურად ფინანსურად ყველანაირად აი სხვათა შორის ხო ხტები რა იბადება მე რა მე შეიძლება შენ ჩემში აღძრა ძალიან იმაზე ბოროტი რამეები იმაზე ბოროტი რაღაცეები და ცუდი რაც მევე გამაკვირვოს როგორ გავბედე აი ხო წარმოიდგინე რომ შენ როგორც ნეო პიროვნება ძალიან ბევრ სიკეთეს აკეთებ ძალიან გვერდში უდგები ადამიანს ან ადამიანებს და სანაცვლოდ იღებ უკმაყოფილებას ან პირიქით ნეგატივს ან რავი უმადურობას და ადამიანი ხარ შეიძლება შენში აიძრას რაღაც პროცესები და აიძრას რაც არ იქნება ლამაზი კი აი ხო ხტები ნახე
მაგალითად მე ჩემ თავზე რო ვთქვა რა, მაგალითად არის ხშირად რომ აი მართლა გამოვალ რაღაც დახმარება მინდა ვიღაც რაღაც საუხსნი და არაფერი. აი შეურაცხყოფებს ვიღებ, დაცინვებს ვიღებ, იმას ვიღებ, მაგრამ პარტნიორებშიც ხშირია იქ. კი, ძალიან ხშირია. ცოლ-ქმარი შეყვარებულები, ტოქსიკური ურთიერთობა რა არის? ეგ არის მეტი არაფერი არა. მით უმეტეს ეხლა რაღაცას რო ვცდილობ ეს საჯაროდ რა, სიტყვაზე რაღაცა სიტყვის გავრცელებას, ანუ ხშირად ვიღებ მსგავს დამოკიდებულებას, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ანუ პირადად მეც მქონია ეგ მომენტი, ანუ მეც ვყოფილ ვარ უმადური, ეხლა ჩემი მშობლების მიმართ ეხლა რო ვიხსენებ რაღაცებს იქ დედა ჩემის მიმართ, მამა ჩემის მიმართ, ბებია ბაბუ. ანუ ნანო მართლა ანუ ნანო რა სასოწარკვეთაში არ ვარდები, უბრალოდ არ იყო კარგი. მართლა ვაღიარებ რა, აი გულწრფელად ანუ ყოფილ ვარ რაღაცა უმადური რა და ამიტომ აი როგორი თემა იცი რომ აი ეგ წეგანაც ზეცვაურო დასაწყისში რომ აი გადაწყვიტე ვიღაცას დახმარებოდი რა, ეხლა შენ ვიღაცას იმიტომ ხო არ ეხმარებოდი რომ იმისგან მე რა ან ემოცია მიგიღო ან იქ უკან დაბრუნება რა მის ხო შენ იმიტომ დაეხმარე რომ აი მოგინდა რომ დახმარებოდი აი ეგ თუ იქნება მიზანი მარტო რა და სხვას თუ არაფერს არ დაელოდები და შენი მიზანი თუ იქნება რომ მარტო დაეხმარო იმიტომ რომ ეგ მე ღმერთს გამსგავსებს ყველაზე რთული მანდ მიღწევა არა რომ ისე აკეთო ეგ რომ არ ელოდებოდე მართლა აი მაგას გეტყვი რა აი ზუსტად ეგ რა რატომაც მაგ დროს გცნობ თავს ყველაზე კარგად არის ის რომ ეგ არის ღმერთთან იმიტომ რომ ღმერთი ზუსტად ეგრე მოქმედებს. შენგან არაფერს არ ელოდება, იცი რატო არ ელოდება, იმიტომ რომ ფიზიკურად ჩვენ ვერაფერს ვერ მივცემთ. ეხლა სრულყოფილი არსება, სრულკმარი, ანუ არ ჭირდება ეს იმას ადამიანი. მაქსიმუმ რა შეუძლია მისეს ადამიანმა ღმერთს. აი, მაქსიმუმ, ანუ ადამიანმა, აი ღმერთი განკაცდა რა, აი წარმოვიდგინე ღმერთი განკაცდა და მაგალითად ლაზარე უნდა აღადგინოს და თქვა ის მან ტირის ხალხი რა, ტირის და ბიჭო აი რა გატირებთ თქვა აღადგინე, ან კრიტერიანი ესენ ქრისტე იწყებს მე თვითონ ტირილს რა იესო ტირის რა და რა ატირებს ახლა იესოს ის კი არა რომ ლაზარის გამო ხო ტირის ლაზარის ის რო აღადგენს ტირის იმ ხალხის გამო ვინც აი განსაცდელში არის ღმერთი ჩვენთან ერთად ტირის რა შენი ბედნიერება აი გეტყვი რა შეგიძლია მე და შენ ღმერთს გავუკეთოთ და მივცეთ რა შენ რო ბედნიერად იქნები და ღმერთში იქნები და კარგად იქნები იმიტომ რომ ღმერთში ხარ რა და მე რო ეგრე ვიქნები ეგ ღმერთს აბედნიერებს ჩვენი სიხარულია და მე გვაძლევს ისე ჯილდოებს რაც ენით აუწერელი. რასაც არ ვისახურებთ როგორც თქვი და. ხო, ორსასოფლსაშინა. ხო, აი ის მახსენდება ოსტატ და მარგარიტა გააქვს აკითხული? კი, არ მომწონს, მაგრამ არ მომწონს მეც, მაგრამ რაღაცა მომენტი მომწონს რა, აი ათეისტი როზის იქ. ათეისტი, რა ქვია, ბეზდომნის მეორე გვერდზე როზის რა, ულაშებიანი კაცი. ხო. არ ვიცი, ნიტოქში ბეზდომნის გვერდზე ზის რა, ესეთი ჩაფსკვნილი ულაშებიანი კაცი, ათეისტია ორივე. და გვერდზე ზის სატანა და სატანა უხსნის რომ იესო მართლა იყო. და ამათ სატანა უხსნის გაგიჟდა რა ტიპი ღმერთი იყო ბიჭო დაიჯერეთ და ამათ არ ჯერათ არ იყო რა он сам управляет კი არა управляет თუ რაღაცა რა თავის სატანა კიდე უარეს მდგომარეობაში აგდებს გაგიჟდა სატანა ანუ ჯერ ორივე ცდილობს რომ დააჯეროს ათეისტებს სატანა რომ ღმერთის არსებობს და ბოროტის და არც ერთის არ ჯერავთ ხო და მათ ძალიან მაგარი რამე აი მე ბოლოში აღარ მომწონს მაგრამ თავიდან ძალიან საინტერესო რამეა და აი ესეთი დავიჭირე მომენტი. ბავშვი 9 წლის ვიყავი რომ უყურე და ნუ მაშინ ნუ ეხა რა 9 წელს რა უნდა გაიგო, მაგრამ ნუ რა ბავშვობიდან მაინტერესებდა ესეთი რაღაცეები რა და ისეთი რაც ასახს უსწრებდა რა და აი რა შეუნება ნახე. ვინ აკონტროლებს აბაო ადამიანის ცხოვრებას ხო ხვდებიო რა ეს ეკითხება რა თუ არ არსებობს ერთიო რა ზუსტად შეიძლება ვერ ციტირებდი მაგრამ იდეა ხო ხვდები აზრს მიხვდები და ეს ეუნება ეს ულაშიანი რა ათეისტი რა თვითონ ადამიანი აკონტროლებს თავის ცხოვრებას და ყოველდღიურობას როგორ შეიძლება სხვა გაიღვიძო და სარკომა კონდესო აი ესეო რა და შენაბოფრო შენ აკონტროლებს შენ ცხოვრებას ბიჭო ხარ ადამიანი ვერ იცინებს აი კაგი ეგეთ რაღაც ვერ ვიცინებ ვიღაც ბიჭო რას ვერ იცინებ აი შენ ხარ ძლიერი ტიპი ხო აი ყველაფერს ვაკონტროლებ მე ყველაფერს ვაკონტროლებ თან არ რო არ გეძინებოს ბაზარი არა გეძინება ბიჭო აი მქონია ეგეთი შემთხვევა ადამიანს უთქენ ო ვერ ვიცი გეძინება და ვერ იცინებ ბიჭო აი რანაირად შეიძლება ვერ იცინებ ძილიც კი არ შეგიძლია რო რა შეიძლება წამალმაც არ გიშველოს ანუ ვერ იცინებ რას აკონტროლებ ვერაფერს ვერ აკონტროლებ აი ადამიანის გულში რა ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი ყველამ გაიგოს რა ან იქნება ქრისტე ან იქნება ეშმაკი რა სრულიად არ არსებობს რატო არ არსებობს იმიტომ რომ სახარებისეულად ეხა ნუ ჯერ ერთი რატო არ არსებობს ლოგიკურია იმიტომ რომ ნუ ან სიკეთეა ან სიბოროტეა ხო ნუ სუბსტანციურად და ნუ ესეა მაგრამ მაგას თავი დავანებოთ სახარებისეულად ანუ ჩვენ ვხედავთ რომ
ეშმაკი იმკვიდრებს რეალურად ადამიანში. მაგალითად ქრისტე რომ მიდის, ანუ ეხა არის მე მაგ ხოლმე რაღაცა შეიძლება დემონური მდგომარეობა მქონდეს, რომ აი სიტყვაზე უყვირე დეიდა ჩემს. აი რატო ვერ შევიკავი თავი, ხო? იქ ეშმაკი, მაგრამ შემაცინარე. იგიც რაღაც პატარა დემონი, მაგრამ არსებობს ისეთი დემონური მდგომარეობები, აი ეგზორციზმი ჭირდება ადამიანს სულ თავს ვეღარ აკონტროლებს რა და ქრისტე აკეთებს ესეთ რამეს. ანუ ქრისტე დევნის თავის სახელით დემონებს რა, ანუ თავის სახელით ანუ თავის ღმერთობას ამტკიცებს ამით, მაგრამ ნუ აი შეხვდა რა, შემოხვდა დემონი. ანუ ქრისტე ამბობს, ანუ დემონებზე რომ მათ რაღაც შრალ ადგილებში უყვართ ყოფნა, სამარხებში და იმის რატო ამბობს ამას, იმიტომ რომ წყლის სიმბოლიზმი არის სული წმინდა, აი წყალი როგორც წმინდავს, აი რომ იბანავების, ანუ ეგრე წმინდავს სული წმინდა ადამიანს, სული წმინდა არის წყლის სიმბოლიზმი რა და ანუ ქრისტე ამბობს რომ მათ შრალ ადგილებში უყვართ ამ დემონებს ყოფნა და სამარხებში გამოვარდა ერთი სამარხიდან ერთი შეპყრობილი ადამიანი თავს ახეთქებს იქ რაღაცებს, საშინელ ვეღარ აკონტროლებს თავის თავს რა, სრულად შეპყრობილი. ქრისტე განდევნის მისგან ამ დემონებს რა და ეს დემონები ბევრნი არიან. და ქრისტე ნუ ეუბნება ჩვენ ლეგიონი ვართ ქრისტე რომ იკითხოს ჩვენ ლეგიონი ვართ იმიტომ რომ ბევრნი ვართ და ნუ ქრისტე იესოს ცნობენ ღმერთს ცნობენ და ეუბნებიან რომ გეხვეწებიო რომ აი არ გვიბრძნანო ჯოჯოხეთში დანთქმაო და აი ღორებში შეგვიშვიო რა და იესო მისცემს უფლებას რა შეგნებულად რომ ღორებში შევიდნენ შევლენ ღორებში რა ეს დემონები რა ღორებში რომ შევლენ ეს დემონები მოხდება ძალიან საინტერესო რაღაც ეკვოდენ ეს დემონები გადაიჩეხებიან სხვაში წყალში დაიხრჩობიან რა ბიჭო აი კითხვა გამიჩნდა რომ ანუ ჩვენ ქრისტესგან ვიცით რომ დემონებს ეზიზღებათ სულ ადგილებში ყოფნა ამას ამბობს რა ეხლა გასაგები რაღაც სიმბოლური ენაა მაგრამ ნუ ამბობს რა ამას და რატო აღმოჩნდნენ კაცო დემონები იქ წყალში სადაც ყოფნა რეალურად ეზიზღებათ ანუ ხორები რატო გადაიჩეხნენ და აი მაშინ მივხვდი რაღაცას რა და აი მართლა აი ხორებს აქვთ იმხელა სახიაზრი რომ დემონურ მდგომარეობაში ყოფნას ურჩევლია რომ აი დაიხრჩოს და ადამიანს ადამიანი 1 წელი შეიძლება 2 წელი შეიძლება 10 წელი შეიძლება მთელი ცხოვრება დემონურ მდგომარეობაში და როგორი თემაა ეხა ნახე რა ანუ იესოსგან ჭირდებათ ნებართვა რომ ღორებში შევიდნენ რა იდეაში ადამიანში რომ შევიდეს ეშმაკი ანუ ესე ნებართვა ანუ ნებართვა მაგალითად კი პეტრეს სამხედავთ რომ აი სატანა მithხოვა შენი გასხრება პეტრე მაგრამ ადამიანი იმხელა ნებას აძლევს რა ეშმაკს რომ კი მოდი შენ ჩემთან შემოდი და დაიმკვიდრე და შენი სახლი ვარ ამას რეალურად გასრობილო ვარ მაგრამ აკეთებს ხო შეუძლებელია შენში იყოს ანგელოზიც და ბოროტიც ხო ან ერთი ან მეორე ხო აი შეუძლებელია შენში რა ცოტა პირობითად ის გადაჭარბებულად ვიძახი მაგრამ ნუ იმ ნუ მოკლედ ძალისხმევა შეტევა რა შენზე რა სულიწმინდა როცა არის სულიწმინდასაც არის გვერდ შერდება ზოგადად ბოროტი რა ამიტომ როცა ანუ არის ადამიანი იყოს შეიძლება ერთ დღეს მართლა იყოს ძალიან როგორც ვიცი ძალიან სენსიტიურია სულიწმინდაო და ძალიან მალე გარბის რა სადაც ბოროტი ძალა ანუ ადვილად ნახე აი ადვილად კარგაო რა სულიწმინდას ხო ბავშვივით არის თითქოს სულიწმინდა ადვილად გეკარგება იმიტომ რომ ნუ ეს არის რაღაცა ვიცით ხო ღმერთია სულიწმინდა აქედან გამომდინარე აი ანუ ადამიანი შეიძლება ერთი დღე სულიწმინდის მადლით რაღაცა ძალიან კარგ რამეს აკეთებს და მეორე დღეს განდევნოს რა გვინახავს 1 საათი და მეორე საათს ეს გააკეთოს ეს მთელი დღე ეს ამის გამოწვევის მიზეზი არის ეს თავისუფლება რაც ღმერთმა გვიბოძა რომ ძალიან თავისუფალი არსება ხარ ანუ შენ გაქვს ძალიან ბევრი არჩევანი შეგიძლია ანუ ორი არჩევანი კიდეში ან ღმერთი ან ეშმაკი მაგრამ ანუ შეგიძლია რომ აი დიდი თავისუფლებით იყენებ რა შეიძლება ძალიან მოდი იუდა ავიღოთ რა სიტყვაზე რა სხვათა შორის იუდა რო გასცემს ქრისტე რა სანამ გასცემს ქრისტეს მოწაფებს აინტერესებს ქრისტემ თქვა ერთ-ერთი თქვენი გამცემს ეხლა მოწაფები იმ დონეზე ინდობიან ქრისტეს რომ ეხლა მიუხედავად იმისა რომ არ ფიქრობენ რომ გასცემს ხო მაგრამ იმ დონეზე ინდობიან რომ მაინც ანუ შეშინ მე ხო არ ვარ ყველა ეკითხება იუდას მათ შორის და იონი ძალიან საყვარელი მოწაფე იყო სხვათა შორის პეტრე აკითხინებს იონეს რომ აი ერთი ვინ არისო კითხეო გეხვეწებიო რომ ის კეზე მიაბჭეს ვინ არის კითხავს და აი ხა ვისაც ამოუწობო ამბობს რომ მინდა იუდასთან ამას აკეთებს მაგრამ მოწაფეები ხსახარებაში ხედავთ რომ ვერ ხვდებიან რომ იუდაზე არ წარმოუდგენიათ მე მგონი მოწაფეებს რომ რეალურად არის ის ვინც მას იუდაზე არც უშვებენ რატომაც ვერ მიხვდნენ დაბნეულები რამ დააბნიათ არ ვიცი ალბათ მაგრამ დააბნიათ რომ არ ელოდნენ ანუ იუდა ძალიან კარგად მიღვავდა თავის თავს და ქრისტეს სიყვარული იმ დონეზე ჩანს იუდას მიმართ სახარებისეულოდ ხო არ ყველაფერს აძლევს იუდას ისევე როგორც სხვა მოწაფეებს და არ არცხვენს იუდას მიუხედავად იესო მიცის რომ იუდას ფულთან პრობლემები იპარავს ფულს არ არცხვენს იუდას და უყვარს იუდა გლოვობს იუდა ხო გესმის ანუ იუდას თან მე რო გასცა იქ ამბორით გასცემ კაცის ეს აი დიდი სიყვარული ჩანს ღმერთს ამხელა თავისუფლება მიანიჭა წარმოედგინე ქრისტემ ადამიანს რომ იუდამაც შეძლო თავის მოყვა თან იუდა გონია ადამიანებს მონსტრია მეგობრებო აი ეგ არის მონსტრი ყველაზე დაჩაგრული და ყველაზე სუსტი არსება აი მონსტრი არ იყო იუდა და ავხსნა არანაირად არ იყო იუდა კაცს სასწაულებს ახდენდა მე ის მგონია რომ ინანა უბრალოდ
გონი არა პირდაპირ წერი სახარებისეულია რომ იუდამ ინანა. ეხლა როგორი თემაა რა, რა განსხვავებაა პეტრეს და იუდას შორის, აი მოკლედ რომ ვთქვა. ანუ უდიდესი სოდო შეიძლება. ხო, მაგრამ სინამდვილე არ ქონდაო და რაღაც არა და ქონდა. პირდაპირ წერია რომ ქონდა იუდამ. აღარ როგორი თემა, ანუ იუდას პირველ რიგში უნდა ეს არის მნიშვნელოვანი, ანუ ერთ სახარებაშია მარტო იონის სახარებაში ეს უნდა დაიჭირო, რომ იუდას პრობლემები აქვს ფულთან. აი ნელსაცხებელი როს ხეს იესოს და კამარო ნელსაცხებელი სო იუდამ თუ აღშფოთ. ანუ ეს ნელსაცხებელი რატო არ გაიყიდა გლახაკ რატო არ გადაეცა ფული და იუდა მე იონი განმარტავს ამას, ნუ იონე უკვე მომხდარის პერსპექტივიდან წერს ამას. იუდა კი არ დარდობდა გლახაკებზე, არამედ ფულს იპარავდა და ამიტომ თქვა ეს რა. და ეს რო დაწერს, ანუ იუდას ქონდა პრობლემები დიდი ხნის განმავლობაში ფულზე რა. პეტრეს და იუდასაც შეეხება, ანუ ორივემ ჩაიდინა უდიდესი ცოდვა. ხა პეტრემ სხვათა შორის პირველი იყო, მგონი ვინც საერთოდ ქრისტეს ღვთაებრიობას თქვა პირდაპირ ქრისტეს, ნუ შენ ხარ ძე ცოცხალი ღვთისა. იგივე პეტრე ამბობს, რომ ეკითხებიან, შენს მასთან ერთად არ იყავიო იესოსთან და ეუბნებს, არ ვიცი რომ ამ კაცს და მე დაიწყო წყევლა და ფიცილი, მე არ ვიცი რომელი უფრო მძიმე გაყიდვაა სიტყვით თუ ფულით. აი, როგორი თემაა, იცი რომ ორივე არის უმძიმესი ცოდვა რა. აი, მართლა რა, ამას დიდი მნიშვნელობა. უბრალოდ რა განსხვავებაა ხა პეტრეს და იუდას შორის რა. პეტრემ უფლის სიყვარული და უფლის წმენა არ დაკარგა. ანუ პეტრე პატიებას თავის თავში კი არ ეძებს ღმერთში რა. იუდა ანუ ცოდა მარა დარჩა ღმერთში ეძებს რა. ღმერთისგან ითხოვს პატიებას და იუდა არ ეძებს. ვისაც უნდა მიუბაძოთ. შეიძლება ვწოდოთ. აი რაც აი ქრისტიანებს ვეძებთ რომ კარგი მაგალითი ალბათ ეგაა. რაც არ უნდა დაეცეთ, არასდროს ეგ არ თქვა რომ ღმერთი არ მიგიღებს რა. გასაგებია ცოდვა ღმერთს გვართმევს ეს, მაგრამ არასდროს ღმერთი ყოველთვის გელოდება და იუდას ელოდებოდა და ეგ ფაქტია, სახარებისეული. იუდა უყვარს ქრისტეს ბოლო წამამდე. სულ უყვარს და ეხან აი ნახე, აი იუდა ეძებს თავის თავში პატიებას ვერ პოულობს რა. პეტრე თან სამჯერ ჩამოუტეხავო ქრისტემ ხეო, სადაც თავს იხჯობდაო. აი სხვათა შორის ვერ იკლავდა თავს, უტეხავდა. სხვათა შორის მაინც მოიგო. სხვათა შორის ძალიან საინტერესო რაღაც გავიგე რა. ესეთი საინტერესო რაღაც გავიგე, ეს ჩემო უსაყვარლესმა ადამიანმა მითხრა, ნუ ეს საინტერესო რაღაცა წმინდა მომების თეორია ასეთი, რომ ქრისტიანოს ამბობს, რომ წყურია რა, აი ჯვარცმის დროს რა. ეხა აი რა უნდა წყალი ხო, აი ჯერ ანუ ადამიანური ბუნებით ასე ვთქვათ, ყდება, ანუ თავისი ნებით ასე ვთქვათ რა და ანუ აფურთხეს ჯვარსაცვეს, შეურაცხეს, რა უნდა ამათი წყალია. წინამე ფიქრობენ რომ ეს იუდაზეა ნათქვამი რომ იუდას მოსვლა წყუროდა მაშინ როცა ანუ თავს იკლავდა წარმოიდგინე და აი ეგ არის რომ აი იუდასაც დაიმართა იყო რომ ღმერთზე მეტად ფული შეიყვარა. აი ეგ პრობლემა ჰქონდა. და აი ეგ არის მთავარი მატერია. ეგ არის მთავარი რა. დღევანდელი კაცობრიობის ძალიან დიდი პრობლემა და ეხლა კი არა ყოველი მეორის. ეხლა ზოგს ფულის პრობლემა აქვს, ეხლა ზოგს ანუ არ აქვს ბევრი ფული და ფული ეხლა ისე ფულ ვერც მაგრამ სხვა პრობლემას ზოგს სიტყვაზე აი პოპულარობა, პატივი, ძალაუფლება უფრო მეტად უყვარს ვიდრე ღმერთი. ფული. თუნდაც ცალსახად ეს რაღაცები შეიძლება ცუდი არ იყოს, ანუ მაგრამ ფული არ არის ცუდი რა თქმა უნდა, მაგრამ აი ის რომ ღმერთი შეიყვარე, აი შენი ღმერთი ხდება მე რა, აი შენი ფული და ანუ ეგ არის უკვე დემონური მდგომარეობა რა, რიდანაც ძალიან ბევრი დაღუპულობა. ვერ გადაგარჩენს. ანუ ყველაზე მარტივად რა უცებ რომ მითხრა შენთვის და რო სანამ მეორე თემაზე გადავალ კიდე რა მთავარზე. ღმერთი ის ერთი რამ რისთვისაც მართლა არის ადამიანი შექმნილი რა, მართლა. აი ადამიანი ჩემი აზრით არის შექმნილი ყოველი თითოეული ადამიანი. მეც შენც და მთელი კაცობრიობა. ის ერთი რამ რაც უფალს ნაღდად ქონდა ჩაფიქრებული. ღმერთს რო დავუმსგავსოთ რა. ღმერთს რო დავუმსგავსოთ. ეგ უნდა ღმერთს რა. აი ჩვენ ხედავთ ამ ღმერთის მსგავსებას მოციქულებში რა. აი ეგ რო თქვი სტეფანი ხა. სტეფანი აი მამა აპატიეს პარალელი აი იესო მამა აპატიეს ამბობს ხო? და ადამიანობა და აი სტეფანე უფალო აპატიე ხო? იქ ნუ ქრისტეზე ლოცულობს იქ ნახა მამაზე და სული წმინდა აღიქვსო, მაგრამ ხო იგივეს ანუ იგივეს აკეთებს ხო ეს სასწაულ და ეს აქვთ რა მოციქულებს ქრისტეს მსგავსება. მაგალითად ის იაკობი და იონე რომლებაც დედამისი მიიყვანეს უფალთან, დედა მიიყვანეს თან რა მოხეხებულები იყვნენ წარმოიდგინე რა. ის მარიამი ხო იცოდა უფალს როგორ უყვარდა და ანუ დედასო დაუჯერებს და ერთიო შეიმარჯვნიო, ერთიო შეიმარცხნიო, ანუ უდო სხვა მოწაფეებზე აღმატებულები ყოფილიყო, მე გაანვის თქვენ სხვა მოწაფეები და ნუ მე ქრისტიანობა ნუ ვიცით ხო ვიცით თავს დაიმდაბლებს და ნახე აი მე იგივე იაკობი და იგივე იონე მე პირველობა სხვას უთმობენ და თავი დაიმდაბლეს უფალმაც ხო თავი დაიმდაბლა ამბობს მე მოვედი როგორც მსახური კაცის ანუ ამაზე დიდი სასწაული რა გინდა ანუ ადამიანი მოვიდა ნუ ჩვენთვის ღმერთი ხო მაგრამ ვისთვისაც ღმერთიც არ არის ხო ვისთვისაც არ არის ღმერთი ისინიც კი აღიარებენ რომ ის მოსული იყო მართლა მიმდინარეობდა ეს პროცესები მუსულმანებსაც ყურანში
წერია ჩვეულებრივად ქრისტეზე ძალიან ბევრი, ხო? კი, 25-ჯერ არის სხვადასხვა. 25-ჯერ არის ნახსენები, ხო? და არ ვიცი, ყველაზე პატარა, ერთ-ერთი ყველაზე პატარა წიგნია, ხო? ღვთის სიტყვისა, ხო? ვისაც არ წამს, ხო, სიტყვაზე ქრისტესი, ხო? და ვერ ხედავს სიტყვაზე მის ღმერთობას. ისინიც რო აღიარებენ და მათაც იციან, რომ რამხელა ნაბიჯები, რამხელა არ ვიცი, ლომის დათვის ნაბიჯები გადადგა კაცობრიობის წინაშე ჩვენთვის და მართლა ეცვა ხო ჯوارს არ ვიცი რა დონის ტკივილი გადაიარა მელ გიბსონის ფილმი ხო გაქვს ნანახი აუ კი ქრისტეს მეყარი ხო მთელი ბავშვობა ვტიროდი მაგაზე მაგრამ ნახე ხა მელ გიბსონს მან ძალიან კაი რაღაცა აქვს რა ესეთი რაღაცა არ ვიცი ხელოვნების მართლა პიკია რა ხელი რო ჩანს მან რა ფილმში ხო ჩანს რომ ხელს ჩაკუჩაჭედებს რა ქრისტეს ახლო კადრია ეგ არის მელ გიბსონის ხელი ეგ ხო რეჟისორია მაგრამ თავის ხელი გადააღებინა რა რატო იმიტომ რომ ყოველი ჩემი ცოდვითო ქრისტეს ვაჭედებო ერთ ჩაკუჩითო ლურსმანსო რა და ესე ხმა ისმის როგორ და აი მართლა ლეგენდა კაცია რა აი ეს აჩვენა ამითი რომ ყოველი ჩვენი ცოდვით ქრისტეს ჯვარს ვაცმევთ და ვტკენთ გულს და ის მაინც გვყარობს რა ყველდება ყოველ წამს აი უდიდესი აი რა გინდა ამაზე დიდი ჭეშმარიტება ამაზე დიდი სიყვარული რა გინდა ამაზე დიდი საგანძური რა გინდა ხო ხდები სხვა შორის არ არსებობს ამის გარდა ყველაფერი დემონურია კი ეგრეა ქრისტესთან წინააღმდეგობაში მოდის ეხა ახსენე სიტყვაზე ყურანი მიუხედავად იმისა რომ იესო ბევრჯერ არის ყურანში ნახსენები ყურანი რას უარყოფს ცალსახად ეს არის ჯვარცმა და რას უარყოფს ცალსახად ეს არის ქრისტეს ღმერთობა ხო აი პირდაპირ უარყოფს და ნახე აი ყურანი რას საკეთებს აი მაგიტომ ამბობ რომ სხვა რელიგიები რაც ქრისტიანულის რაც წმინდა სამებოს და ქრისტეს ღმერთობას უარყოფს არის სატანისტური იმიტომ რომ აი თავარს უარყოფს აი გამოხსნა ჩვენი როგორც მოხდა მაგას ჯვარცმას უარყოფს ჯვარცმა ხო გული ქრისტიანობის ხო ღმერთი განკაცდა ამიტომ აი ეგ ეხა შენაც ახსენე რა რომ აი სხვადასხვა ძალიან ბევრი ადამიანი მაგაზე რა აი მაგ ამბავზე რომ აი წარმოიდგინე мама აპატი ესეთ რამის რომ ამბობს რა იესო აი თავისი ადამიანური ბუნებით რომ ჯვარს აცვის რა ეგ არის აი იმხელა რაღაც რომ ანუ ადამიანს შეუძლებელია რაღაც აი სერიოზული არ აღწრას ასე ვთქვათ რა ასე რომ კი აი ქრისტეს ამბავს აი ისე რომ შეხედო არა როგორც ისე რწმენით და იმით არის რაღაცა ისე ტექნიკურად შეუძლებელი ამას ტრაგიკული ამბავი რომ მოიგონო ხო შეუძლებელი ხო დაჭე აი ვერც ეგეც ჯორდან პეტერსონს გონდა ნათქვამი რა უსმენდი ადრე და ზუსტად ეგრე ეხა რაც შენ თქვი რომ ეგეთი ტრაგიკული მე არაფერი მომისმე ვერც მოისმე ვერც შექმნი ვერა არ არსებობს ხო და მთავარი რა არის იმ ჩემი აზრით ანუ აი თავი განწირო ქრისტიანობას ამბობს რა სხვა ძალიან საინტერესო რომ არ არსებობს იმაზე უფრო დიდი სიყვარული ვიდრე აი როც თავს დადებ რა ის გამო ანუ ეხა როგორი რაღაცა ის ანუ თავ განწირო არისო ყველაზე დიდი სიყვარულის გამოვლინება და მართლა ეგრე ხა სიტყვაზე მე რომ მიჯახებოდის მანქანა და შენ რომ ხელი მკრა და აი მანქანას გადაუდგე მანქანა შენ დაგეჯახოს მე შენზე ვერ ვიტყვი რომ არ გიყვარდი იმიტომ რომ ჩემს გამო სიცოცხლე გაწირე რა და ესა ღმერთს გაკეთებული ოღონდ მთავარი რა არის პავლე მოციქული ამბობს ამას რომ ქრისტე თავის სიყვარულს იმით გვიმჟღავნეს რომ იგი კვდება მაშინ როცა ჩვენ ცოდვილი ისე გაკეთებული ჩვენთვის ღმერთს რასაც არ ვიმსახურებთ ცოდვილი როცა ვიყავით ნახე როცა ვაფურთხეთ ვაგინეთ ჯვარს ვაცვით აი დავცინთ აბაელია წინასწარმეტყველი თუ მოაბაეს მე მგონი არავის არ უქნია ხო ყველაზე ტირანებსაც არ უქნიათ მსგავსი რამე არავისთვის ხო მით უმეტეს უდანაშაულო ჰიტლერსაც არ უქნია ხო უდანაშაულო პიროვნებაზე იყო თან საუბარი სრულიად უდანაშაულოზე და თან ღმერთზე კარგის მეტი რო არაფერი უკეთებია ხო რა აი და აიცი რა არის ბარემ დასასრულისკენ იმდენი თემაა რომ ამას ვერ ამოვწუროთ კიდე გამიხარდება რომ კიდე თუ მესტუმრები და უფრო მეჯერ გავავრცელებ და უფრო კაი რაღაცებს უფრო მეც ვილაპარაკებთ რა მაგრამ ნახე აი მინდა ბოლოსკენ ესეთი რაღაც თქვა განვიხილოთ რომ არის თუ არა სიკვდილის შიში სიმპტომი სულიერი უძლურებისა აი ხა მომივიდა ეს კითხვა და მინდოდა დამისვა. აი როგორი რაღაცა რო გარდაცვალება ფენომენი. გარდაცვალება არის ჩემი აზრით რაღაც რაც მოდი ვაღიაროთ რომ ძალიან მალე ხდება რა და წუთისოფელი მართლა წუთისოფელი. კი, მართლა წუთისოფელია. სულ 800 წელი ცოცხლო მაინც ცოტა. კი. და არ ვიცით როდის სწავლთ. კი, ეგრეა და ანუ როგორი თემა იცი ხა ნუ იმიტომ გვეჩვენება იდეაში ცოტა რომ უსაშულობის ის ვარ თვითონ არსებები შექმნილი. არა და მე მგონი ბოლო 21 საუკუნის ადამიანი ათვიცნობიერებს მე მგონი კარგად რომ წარმავალია რა. ანუ იმიტომ რომ სიკვდილის შიში უფრო მოიმატა ვიდრე ადრე. ანუ ზოგადად შიშები უფრო მომატებულია ყველაფრის. მაგრამ როგორი თემა იცი რომ
ანუ ჩემი აზრით სიკვდილი არის რაღაც, რაზეც ადამიანმა შეიძლება იფიქრო, რომ ანუ ეს ჩვეულებრივი ამბავია რა, მოკვდები. აი მართლა მოკვდები, ეს არ უნდა დაგაუწოს, ანუ ადამიანი შედის შეცდომაში გონია, რომ სულ აქ იქნება და ეგ აი ძალიან ცუდია და აი სიკვდილი რო იცი რომ მოკვდები და რო იცი რომ მოკვდავი ხარ, ძალიან დიდი ნაბიჯი არის რა ჩემი აზრით, აი იმისთვის რომ რაღაც სულიერი პროგრესი მოახდინო რა და საერთოდ სულიერებაზე დაგაფიქროს, იმიტომ რომ ხო რა, კვდები რა, არ ხარ სამუდამოდ აქ, ამიტომ ხო, აი ბაბუა ჩემი საყვარელი სიტყვებია რა, ლექსია. როცა სიცოცხლე ასე ნავარდობს სიკვდილის ყველა კარი დარაზით და იმ ბედნიერ დღეს გამომარჯოს, როცა ჩვენ გავსვით ამ ქვეყანაზე. ვა. ხო იცი ეს ლექსი? კი, ბაბუა ჩემის არ არის. ძალიან ცნობილი ლექსია, მაგრამ აი მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ჩემო ძმაო მოსვლისთვის. კიდე მეყოლები აუცილებლად დაგპატიჟებ და გამიხარდება თუ შენ ხშირი სტუმარი იქნები ჩემი რა. მადლობა მოწვევისთვის. ჯორონგას ყავს თავის მეგობარი, ხო ხდები სულ იწევს ხოლმე რა. ჯოდიეს თუ რა ქვია რა. აი ეს მინდა რომ მოხვიდე ხოლმე და ვილაპარაკოთ ამოვწუროთ. ვერ ამოვწუროთ. ხო ვერ ამოვწუროთ და რა მთელი დღე შეგვიძლია მესებს. და რავი შენი გაცნობა დღეს გაგიცანი და მადლობა მოწვევისთვის და რა ვიცი, აი წარმატებები. მე ხალხს რაღაცა ცოტა გამოგვეცდე დავეხმარებით რაღაცით, რომ აი რაღაც ვიტყვი, ერთი კაცი, აი ერთ კაცს რო არ მაქვს ერთ კაცს რო დავეხმაროთ, აი ხანახე, აი თელი წმინდა მომიგვიდა წარმოვიდგინე. აი ყველა უცოდველი რო ყოფილიყო რა და ერთი კაცი ყოფილიყო ცოდვილი ქრისტე მაინც გაგაცდებოდა რა. იმ ერთი კაცისთვის მოკვდებოდა. ყველა უცოდველი რო ყოფილი. ამიტომ ხო ერთი კაცი თუ რაღაც დავეხმაროთ ქრისტეს დამსახურება. კი, ჩვენი და უფლის წყალობით და უფლის მადლით. ესე გააგრძელო მინდა რა, ანუ ეს არის, ანუ ეს ღვთის მისიაა, რასაც ახლა აკეთებ, მე პირდაპირ გეტყვი, ეს არის ღმერთისგან, ეს არის შენი ნიჭი, ეს რომელიც გიბოძა და ძალიან მაგრა გამოგდის და ეს უნდა გააგრძელო რა, როგორი რთული პერიოდის არ უნდა გქონდეს, ეს უნდა აკეთო როგორც შენი უფლისგან ბოძებული მისია რა, ძმაო და წარმატებები. მადლობა, გამიხარდა შენი გაცნობა და შევხვდეთ. კი.